მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყრებო, დღეს გვაქვს ძალიან ბედნიერი დღე, რატომ? იმიტომ რომ ყველას ვიხარიათ ჩვენს, იმიტომ ნინო ვარდოსანიძე წაიყვანს ახალ ამბებს, რომელსაც სულ ცოტა ხანში მივსალმებით და მე ჩვენ დავბრუნდებით ვიღაცები, მაგრამ თავი რა თქმა უნდა ნინო ვარდოსანიძე. მოგესალმები ნინო. მოგესალმები შალვა, გაგაცნობთ პირველი საათისთვის განვითარებულ მოვლენებს. ყაჩაღური თავდასხმა მოხდა ყვარელში გალფის ბენზინ გასამართ სადგურზე ფულის გამოძალვის მიზნით მძარცველი შეიჭრა და ცივი იარაღის გამოყენებით ოპერატორს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მძარცველის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ოპერატორმა ბოროტმოქმედს ნიღაბი ჩამოგლიჯა. ამის შემდეგ კი მძარცველი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. თავდამსხმელმა ამჯერად ფულის წაღება ვერ მოახერხა. პროკურატურის ინფორმაციით თავდამსხმელი მიმალვაშია. მოხდა აგრეთვე თავდასხმა, ალბათ ყაჩაღობის დელობით. აგრეთვე შემოიჭრა მასკიანი პირი, რომელიც შევიდა საოპერატოროში, თავის ჩაატყა ოპერატორს დანიშყვა ორ ადგილას და ცდილობდა ფულის გადაცემას. გამოძიებით დაუდგენელი პირი შევიდა ოპერატორის ოთახში, თავს დაესხა მასთან მიაყენა დავით მჩილაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სისხლისამართლების კოდექსის 118 დემოკრატიის პირველი ნაწილით და თუმცა ჯერჯერობით დადგენილი არ არის თავდასხმელი პიროვნება. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავეს სამართალდამცველებმა. დაკავებულია ოზურგეთში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლები. დაკავებული აღიარებს, რომ ეგრეთ წოდებული ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა და მოქალაქეებისგან დაშინების და მუქარის გზით ეგრეთ წოდებული ოფშიაკისთვის გარკვეულ თანხას ითხოვდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მას კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 1 ივლის დაკავებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, რომელიც ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროს აღიარებს, ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა და მოქალაქეებისგან დაშინებისა და მუქარის გზით გარკვეულ თანხებს ითხოვდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 1 ივლის დაკავებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს. პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაროსლავ კაჩინსკი და ევროპარლამენტის წარმომადგენლები პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, საქართველო-პოლონეთ შორის ურთიერთობა და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები იყო. როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, კაჩინსკი საქართველოში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება. პოლონეთის დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრსაც შეხვდებიან. ჩვენთან სტუმრად ჩამოგზავნდა პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. მასთან ერთად არიან ევროპარლამენტის წევრები და პოლონეთის პარლამენტის წევრები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვიხილეთ როგორც საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების, ისე საქართველოში არსებული მდგომარეობის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს დემოკრატიული შეჩერება და როგორ უნდა მოხდეს საქართველოს დაბრუნება დემოკრატიულ რელსებზე. ეროვნულ ბიბლიოთეკაში შრომის კოდექსის ბეჭდური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი მოადგილეებთან ერთად დაესწრო. პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდნენ ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას საკანონმდებლო მაცნესთან წლების წინ არსებული სტამბის აღდგენა მიულოცა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე პირველი წიგნი, რომელიც ამ სტამბაში დაიბეჭდა, საქართველოს შრომის კოდექსია. მინისტრის ინფორმაციით გამოცემა სამენოვანია ტექსტი საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობით ცენტრში ინგლისურად ითარგმნა, ხოლო რუსული თარგმანი პარლამენტში არსებულ მთარგმნელობით ცენტრში შესრულდა. ჩვენ მივიღეთ კონსენსუსის და კომპრომისის შედეგი, რომელიც თქვენს წინაშეა დღეს და ამ წიგნის გამოცემაში დიდი წვლილი აგრეთვე მიუძღვის მაცნესთან ერთად საქართველოს პარლამენტს, რომელმაც ამ ახალი ვერსიის რუსული თარგმანი მოგვაწოდა. რაც შეეხება ინგლისურ თარგმანს, ის მომზადებულია მთლიანად მაცნეს
მთარგმნელობით ცენტრში, რომელიც ჩვენ ავამუშავეთ და პრაქტიკულად როცა ჩვენ მივედით სამინისტროში, ეს თარგმნელობითი ცენტრი იყო ძალიან სუსტი და ვერ ფუნქციონირებდა. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, გილოცავთ იმას, რომ აღდგა ახალი სისტემა, რომელიც მისცემს ქართულ სამეცნიერო, იურიდიულ, თუნდაც პროფესიულ საზოგადოებას უფრო მყარ საფუძველს და მისცემს რეალურ საფუძველს იმისა, რომ უფრო აქტიურად იყოს ჩართული რაში, რისთვისაა საჭირო ესეთი დოკუმენტები, თანამონაწილეობაში ხელისუფლების კონტროლის და მთავრობის მართვის. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომაზე 2013 წლის 19 მაისს მიღებული რეზოლუცია განიხილეს. რეზოლუციის ავტორია სახალხო მოძრაობა სამართლიანობა უნდა აღდგეს. რეზოლუციას ხელს 11,000-ზე მეტი ადამიანი აწერს. ისინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის შეფასებას ითხოვენ. კომიტეტზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია საკანონმდებლო ორგანომ ყოფილი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე შესაბამისი დასკვნა მოამზადოს. პარლამენტმა დადოს თავისი დასკვნა, რა იყო ეს რეჟიმი. იყო თუ არა ეს სისტემური დანაშაულებები და როგორ ფიქრობს პარლამენტი, ასეთ პოლიტიკურ ძალას აქვს თუ არა მორალური და პოლიტიკური უფლება იმისა, რომ დარჩეს პოლიტიკაში. მთელი აი ამ წლების განმავლობაში ზოგადად ტენდენცია როგორი იყო უფლებების დარღვევის კუთხით და რა ტიპის ალადობრივ მოვლენას ჰქონდა ადგილი, შეფასება მიეცეს და ამისთვის კომიტეტი ალბათ თუ ახლოს პერიოდში დღეს შესაძლებელია ჩვენ შევაჯამოთ ეს მოვლენები და მოვამზადებთ უკვე შემაჯამებელ დასკვას. ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშს მოისმენენ. დღეს პარლამენტში სხდომა ამ წუთებში იწყება, თუმცა უჩენ ანუაშვილის გამოსვლა შესვენების შემდეგ არის დაგეგმილი. დოკუმენტში პოლიტიკური ოპონენტების დევნის, პოლიციის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებების და სასჯელ აღსრულების სისტემაში წამების ფაქტებია შესული. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლაფანყურის საქმეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ომბუდსმენის ანგარიში რეაგირების გარეშე არ დარჩება და მას კონკრეტული შედეგები მოჰყვება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ იმ ტიპის დარღვევები, რომელიც ანგარიში არის ასახული და ეხება გასული წლის საქმიანობას, პრაქტიკულად ერთ-ერთში მეორდება წლევანდელ წელსაც და ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მოქმედებები და განცხადებები უფრო ქმედითი და უფრო აქტიური ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. ხშირად იყო ხოლმე წარმოდგენილი საკმაოდ კრიტიკულიც, მაგრამ პარლამენტი ამას ყურადღებას არ აქცევდა, ან არ უსმენდა, ან იღებდა უბრალოდ როგორც დოკუმენტს, რომელსაც არავითარი ძალა და მნიშვნელობა არ აქვს. მე იმედი მაქვს, რომ ახლანდელი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით განსხვავდება. სახალხო დამცველის ნამუშევარი საკმაოდ სოლიდურია, ძალიან ბევრი შენიშვნაა, ძალიან ბევრი რეკომენდაცია, რომელთა დიდი ნაწილი მე ვფიქრობ ძალიან მაღალ ყურადღებას იმსახურებს. ახალი ამბებით 2 საათზე დავრუნდებით, ახლა კი ცხელიშუა დღეა ჩვენს ეთერში. დიდი მადლობა ნინოს. მადლობა ნინოს, მოგესალმებით. გამარჯობა ძვირფას ტელემაყურებლებო, როგორ ბრძანდებით? არა გვიშავს რა. კარგად. ტელემაყურებლები? აბა ტელემაყურებელი ვერ გიპასუხებს. ჩვენ ამ ფუნქციას ჩვენ ვისწავლობთ. ჩვენ ტელემაყურებლები ხო ხართ ხო? რა თქმა უნდა. აბა რა გიყურებთ ყოველდღე მთელი ოჯახით შევა. აგვაკ. მენიუ. მენიუ? მე დავიწყო? სუჯოკ თერაპია, ხო, ასე თქვია. სუჯუკი იცი რა? სუჯუკი ვიცი რა არის. ამ დღეს გულისხმობდი. სუჯუკი მაგრამ უნდა. სუჯუკი და ბასტურმა. სუჯოკ თერაპია, სიმონ გორელაშვილი, ექიმი და სუჯოკ თერაპევტი. რა, სუჯუკი თერაპია თუ კარატე? სტუმარი. ეგ რა არის ეგ ვაფშე? რა არის ეგ? ზუსტად მეც არ ვიცი. არის ცი ვინ მოყავს? რაზე მოყავს? იგლოთერაპია, ხო. ხო, ნემსები და მარცვლები. ნემსები? ხორბლის მარცვლი. ჩვენ ნემსით იქნება დღეს პროცედურა ჩატარებული და ხორბლის მარცვლით. თუ ნემსით. თუ ერთი და იგივე. არ რაღაცა ჩვენი სტუმარი და ვკითხოთ. იზვრაშენის ახალი წესები იცით და არ ვიცი მეძმაო. მსგავსი არა. მეძმაო ჩეულებული კაცი ვარ გაგეცლებით. გინდემს იყოს მოთმინება, ეს არის სიურპრიზი და დღეს ყველას გვიმკურნალებენ, შალვა. და იცი რომ მე და კეთი დიდხანს ვფიქრობდით რა უნდა უთხრათ, რომ აი რა გვაწუხებს და აღმოჩნდა დიდხანს ვფიქრობ სიმართლებით რა. ვერთ ორი. ანუ რაღაც უნდა გაწუხებდეს რომ მე უთხრა ვაიმე როგორი შობა ვიგრძენი, მაგრამ ფაქტია რომ არა ვარ ცრომორწუნე, მაგრამ ვსტილობ რომ გიჯერებთ. თავი და
რაც შეეხება ჩემს თემას, დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სოციალიზაცია. გუნა ბიბილეიშვილი კავშირის სტუდია ADC-ის თავმჯდომარე. დღეს გულს მე არ დაგწყვიტა უშუალოდ და ფსიქოლოგი დღეს მე მოვიწვია სტუდიაში სტუმრად გიორგი დემეტრაშვილი, დღის ცენტრის პროგრამის ხელმძღვანელი და კეთი ტრაპაიძე, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი იქნება ჩვენი სტუდიის სტუმარი. თემა საინტერესოა, ასე რომ დაახლოებით 1 საათში შემოგიერთდებით. ჩემი ნაწილი სტუმრები გახლავენ ზაქრო კუცნაშვილს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან. ხვასია გვანცა. ასეაო გვანცამ, ასეაო მე გვანცა მიგონი შეებულებაში მაია მიმინოშვილი ისაუბრებს იმაზე თუ რა უბედურება გვეტაკა მასწავლებელთა მიმართებაში. მე პრინციპში ვიცოდი ეს უბედურება შეუძლებელია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს ან ადამიანს, რომელსაც სურს კვალიფიკაციის ამაღლება, მოსთხოვო 500 ან 600 ლარიან ხელფასზე რომ იმუშაოს. ეს არის შეუძლებელი. ნუ კარგი, მაგას თავი დავანებოთ, მაგაზე ვილაპარაკებთ და ახლა ვიცოცებთ კედელს. ამ თემას გავაგრძელებ თქვენის ნებართვით და ტრადიციას ამჯერადაც არ დავარღვევ. როგორ დავიჯერო, რომ პედაგოგები არ არიან თავის სიმაღლეზე, როდესაც მათ მიერ აღზრდილი თინა თიმბოკუჩავა და მარიამ საჯაია დღეს ჩვენი საპარლამენტო ცხოვრების ვარსკვლავები არიანო. ხო, არიან, მე რითია ცუდი. პედაგოგებზეა საუბარი. ხოთ შორის საპარლამენტო ცხოვრების ვარსკვლავებზე მინდა გკითხოთ. ვინ მიგაჩნიათ, რომ ვინ არის ვარსკვლავი პარლამენტში ვარსკვლავი ახლა ესე არის. ვარსკვლავი ხო ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ გამოჩენილი ვინ? ვარსკვლავი პარლამენტარები გინდა რომ ჩავაგდო. ვინ არის ვის აქცია? ჩვენ ხო შავლანათელაში ელისო ჩაპიძე მახსენდება ესე უცებ. ხოთ შორის მე მგონი რომ მაგულაშვილის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი სლოგანი უნდა იყოს ქმარი ყველა ხალხს, იმიტომ რომ ელისაზე გაგახსენდა? ოცნება ასრულებს დანახილებს, იმიტომ რომ გახსოვს ჩვენ პრემიერმა რომ უწინასწარმეტყველა და გაბედნიერდა ჩვენი ელისო და დაახლოებით იგი უნდა დაპირდე ქართველ ქალებს და არ იმუშავებს? გაგითხრა. რა თქვა რა საფიქრებელი საკითხია. არ იმუშავებს ხალხო? არა, გვანცას კითხე, გვანცა გეტყვეს. გვანცა კიო, მაგრამ ქმარი ყველა ქართულ ქალს, ცუდია? შვენიერი. ვისაც სურს რა თქმა უნდა, ვისაც სურს. ან გამოწვა. მაგ შემთხვევაში მრავალწოლიანობის შემოღება მოგიწევს. არა, რატო მრავალწოლიანობის, რატო კაც? შეიძლება საუბრობ იმ ადამიანებს, ვინც მომავალში პოლიტიკაში შემოიჭრებიან თუ უკვე რეალურად ვინც არიან. რეალურ ქალს, რეალური ქმარი. ყველა ქართველ კარგს კარგი მეუღლე. ყველა ქართველ ქალს კარგი მეუღლე. არა. და კარგში ხა ბევრი რაღაცა იგულისხმება და ნუ ამას არ შეგვიძლია რა არის მნიშვნელოვანი. ხო, ნუ მაშინ მაგ შემთხვევაში მე მგონი რომ კარგი სლოგანია. დახვეწად ჭირდება, მე ვფიქრობ, თორემ კარგია, ჩანაფიქრი იდეა კარგია. ხო, იმიტომ რომ რაღაცა როგორც კი მიდიხარ ტრასაზე, მანქანით ქალიან დავუშვათ ავტობუსში და უცებ უყურებ, ვა, ხედავ, ეგრევე ხვდება ჯერ ერთი. აბრევიატურა როგორ გამოვიდა? აბრევიატურა არ გვინდა, აბრევიატურა ცუდი გამოგვიდა. დრამაშია საკ. აბრევიატურა გაამართლა და ეს არ. არ გვინდა აბრევიატურა. ქალი ყვავილია, მამაკაცი მებაღეო, ახალი გამოთქმა. როგორ? ქალი ყვავილია და მამაკაცი მებაღე, ანუ მებაღე ყოვლის ეს არის მიხეილ ჯავახიშვილის რომანში ჯაყოს გიზნები, ჯაყო ამბობს, დედაკაცი ბაღი ხარ, თუ არ მორწყე გახმები. ნუ ამას ამბობს. არ მოგეწონა ესე იგი, რატომაც არა? თუ კარგი ყვავილია და ხოლმე დაუსხა წყალი ამის შესახებაც ესაუბრო. ხო, დედა ჩემი ელაპარაკება ყვავილი. დედა ხო გასწავლის ამას? ხო, ელაპარაკება ხოლმე. ელაპარაკება ესაუბრება და ყვავილები ცნობრივია შესაბამისად. თუ არ ესაუბრებ, მე მგონი ვერ ხარო. მე არ ვესაუბრებ, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ დედა ჩემი ესაუბრება ჩუმ. მე არ ვესაუბრები, მაგრამ კარგად მოვლი, ხეირიანად და ამიტომაც შე ბევრი გაქვს, ხო? კი, მიყვარს. რა გაქვს? ბევრი ყავს, ხო? ბევრი მყავს, კი. როციერი ისე უნდა მოიხსენო. ორანჟერია გაქვს, ხო მთელი? რა კონკრეტული აი ბაღიც აქვს, ქეთის. ფიკუსების სხვადასხვა ჯიში მაქვს, ჭრელფოთლიანი მწვანე. პეტრუშკა კინძიეგენი გაქვს? აგარაგზე კი. ანუ აი რაღაც რეალური პროგრამა გაქვს. პომიდორი, კიტრი, ხილი, კარი. არა შენი ხელით მოყვანილ სუქიანი და ამიტომ ჩემი შვილები არ ხუფა, ხო? არა, იმდენი არ არის რომ დავხუფო შავა. უნდა გამოგიგზავნო, ეხლა ჩავიფიქრე. სეზონი რომ არა, დახუფული არა. მოიტანე, აქ დავდო და ჭამო. ხო, რაღაც ხვის ყვავილებზე ვისაუბრო და მის გამრავლებაზე. რომ წამალით ბოსტანს.
ოპტიმისტური პოსტია, ასეთი მზად ახალი ცხოვრების დასაწყებად თეთრი ფურცელი შემომაშველეთ. всё, ძალიან კარგი და მე ეგრევე შეაჩვენე რომ ყველა ქართველ ქალს ქალის პოსტია რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ყველა ქართველ ქალს კარგი ქმარი და ეგრევე აწერს იმ თეთრ ფურცელზე ხელს. უნდა შეაშველო რამდენად ოპტიმისტურია, როდესაც სახსრები ტკივა ძალიან მნიშვნელოვანია, უსახსროდ არ იყო, თორემ სახსრების ტკივილს ვეღარ უმკურნალებ. ეს კალამბურია. ეს სიტყვებით ხო რაღაც. ქარი ჩადგეს, თორემ მე ქარი ჩადგეს და მე დაუნიებ ვისაც ცხელაო. ანუ ორად ხო იყოფა აზრი. ერთი ფიქრობს, ერთი საზოგადოება ფიქრობს, რომ კარგია რომ ცხელი ზაფხული არ არის და ივლისი არ არის ასეთი ცხელი, ზოგი თვლის რომ გაიყო ორ ნაწილად. ზოგი თვლის რომ პირიქით ძალიან კარგია. შერომანიტოს განეკუთვნე იმანაც ხომარ უბერავთ ქალბატონო ხომარ უბერავთ თუ ხوار შეგწივდათ ქალბატონო ხوار შეგწივდათ სიმღერა ეგრეა და ანეკდოტი იყო ხო არ გიბერავთ ქალბატონო არა პირიქითო პრობლემატური საკითხი თქვენ უბერავთო ხო მოუთხრა მგონი ხო თუ ეგრე გამოდი ვინვის უბერავს არ ვიცი მაგრამ ზურადვალი წერს რომ დღეს ელიევას ზოგი საიტი უბერავს დღეს ელიევას ბაზრობასთან ყაჩაღებს სიტი პარკიდან ხელიდან გამოგლიჯი ჩემი მანქანაო არანაირი ამკრძალავი ნიშანი არ ეკიდა ჯარიმაც არ ქონდათ გამოწერილი და ისე აპირებდნენ ჩემი მანქანის წაყვანას. ესე იგი, ამდენი წელიწადი არაფერში იღებენ ფულს. ჩვენი ქუჩები უფასოდ დაისაკუთრეს და ფულს იღებენ არაფერში. სტაენშიკებიც ასევე ფულს გთხოვენ და რა გამოდის? როდემდე. აგვერხავთ. ეს ავტომობილი ყავს, პრინციპში ეს პრობლემა უნდა აწუხებდეს. რაღაცა არ ამყევით და არ გაწუხებ? სიტი პარკი შეუწუხები ვარ მაგრამ არასდროს არასდროს. აი გვანცას ქონია 150 ლარი გადასახადი. კონკრეტულად სიტი პარკის? ხო. ძალიან მიყვარს ქარი და სიცივე, განსაკუთრებით ზაფხულში. ეს შორენა ცხოვრებაშვილი წერს, თოვლით რომ წამოვიდეს, სულ გაუბედნიერდებოდი, რა ჯობია ივლისში ციგაობასო. აი ეს ეს თემასთან დაკავშირებით რაზეც საუბრობ. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო თქვენ არამედ ცოტა ხნით თქვენ. კარგად შავა, კარგად იყავ. თუ გინდა სულ არ დაუბრუნდეთ. კი ბატონო, ორამ ეს თქვენ გზანაც გინდათ სხვათა შორის. წახვიდეთ და გაილაღოთ, მაგრამ კარგი. ყველაფერს თავისი დრო აქვს. შევიდა ჩვენ შეგუებულები ვართ ამ ინფორმაციას. 2 საათზე მოდით, მანამდე წადით ქარებო რამე გააკეთეთ. სადაც მოამზადებთ მანამდე. ჩვენიერია. რეკლამის შემდეგ ზაქარია კუცნაშვილი. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში ძვირფასო ტელემაყურებლებო ზაქარია კუცნაშვილი ჩაგვერთვება ქუთაისიდან ძირითადად ვილაპარაკებთ პარტიების დაფინანსების შესახებ მე ვიცი ძალიან კარგად ძვირფასო ტელემაყურებლებო რომ გარკვეულწილად და შეიძლება მნიშვნელოვანწილადაც თქვენ დიდად არ გაღელვებთ ეს საკითხი საშუალო მოქალაქეს ხო საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს რომელზეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომელიც არის ჩვენი განვითარების საწინდარი მნიშვნელოვნად არ აღელვებს რომელი პარტია რა ფულს მიიღებს ზოგადად პარტიების ნდობის ხარისხი არ არის ძალიან დიდი თუმცა ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ რომ ძლიერი პარტიები ძლიერი პოლიტიკური კლასი ნიშნავს ჩვენი ინტერესების უკეთ გატარებას თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰყავდეს პარტია საკუთარი ინტერესების გამომხატველი, საკუთარი ინტერესების დამცველი, ანუ ჩვენი ინტერესების დამცველი, რომელიც ამას პოლიტიკურად შეძლებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ძლიერი პარტიები. დღეს თუ პარტიებს ნდობა არ აქვთ, ეს ნდობა უნდა გაჩნდეს მომავალში. ერთი ამბავი იყო ატეხილი ამ ამბავზე, პარტიების დაფინანსებაზე და როგორც ვიცით, კანონმა ტრანსფორმაცია განიცადა. ამ კანონის შემოქმედი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი ამ კანონის მიღების პროცესში იყო ზაქარია კუცნაშვილი. მოგესალმები ზაქარია. გამარჯვებათ, მოგესალმებით. მოდით ჯერ დავიწყოთ იმით, თუ კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა დაფინანსების კუთხით კანონში. დაფინანსების კუთხით შედის ის ცვლილებები, რაც შეთანხმებული იყო მემორანდუმის ხელმოწერით და ამით ფაქტიურად მემორანდუმით შეთანხმებული ტექსტი სრული მოცულობით
იქნება ინიცირებული და მიღებული პარლამენტში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა ყველა შეთანხმებული ნორმა იქნა ინიცირებული პარლამენტში, ყველა შეზღუდვა პარტიების ფინანსურ და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც არსებობდა, მოიხსნა კანონმდებლობით და ფაქტურად გაიხსნა გარემო ფართო პოლიტიკური საქმიანობისთვის. დარჩა მხოლოდ რამოდენიმე კომპონენტი, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსების ზრდას ეხებოდა, ამ ბიუჯეტიდან ახალი დაფინანსების დაწესებას ეხებოდა და ამაზე მემორანდუმის ხელმოწერის დროს შევთანხმდით, მაგრამ გახსოვთ ის ცნობილი ჩვენი პოზიცია, რომ საერთო შეთანხმებებს ვერ მიღწევის გამო ეს ნაწილი ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების ნაწილი იქნა გადადებული. ჩემი ინიციატივით დაისვა ეს საკითხი ხელმეორედ კოალიციის ლიდერების წინაშე მე მადლობას ვუხდი ყველა პარტიის თავმჯდომარეს, მე მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, რომელმაც გაიზიარა ჩემი ინიციატივა იმის თაობაზე, რომ გადასინჯული იყო ეს წოდდება და აგვემოქმედებია მემორანდუმით შეთანხმებული ტექსტი სრული მოცულობით საპრეზიდენტო არჩევნებამდე. კონკრეტულად გამომდინარე მოხდება. კონკრეტულად რას ნიშნავს? კონკრეტულად მოგახსენებ შემდეგს. დღეს მდგომარეობით მოქმედი სისტემით 14 პარტია მიიჩნევა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად. ეს ნიშნავს პარტიებს, რომელმაც ბოლო საპარლამენტო ან ბოლო ადგილობრივ არჩევნებში გადალახეს დაფინანსების ბარიერი. დაფინანსების ბარიერი ადგილობრივ არჩევნებში იყო 3%, ხოლო 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იყო 4%. აი ამ ორი ბარიერის გადალახვის შედეგად დღეს მდგომარეობით 14 პარტია ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შეთანხმებული ცვლილებების მიხედვით 14-ვეს გაუორმაგდება საბაისო დაფინანსება. ანუ რამდენია ნაყოფრივად? დღეს ისინი იღებდნენ 150,000 ლარს წლის განმავლობაში და კანონის ამოქმედებიდან მიიღებენ 300,000 ლარს მთელი წლის განმავლობაში. ანუ გაუორმაგდებათ საბაისო დაფინანსება. ამის გარდა ამ 14 კვალიფიციური სუბიექტიდან არის 7 პარტია, რომელმაც მოიგო საპარლამენტო არჩევნებში, გადალახა როგორც დაფინანსების, ასევე მანდატების ბარიერი, შექმნა ფრაქცია პარლამენტში, ისინი დამატებით მიიღებენ თითოეულის 300,000 ლარს. და ამის გარდა კიდევ 7 პარტია, რომელმაც წააგო საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ აჩვენა 7-ის საუკეთესო შედეგი, მიიღებს ერთჯერად დაფინანსებას 150,000 ლარის ოდენობით. და ჯამში შალვა იქნება სურათი, რომ 18 პარტია დაფინანსდება აი ამ ცვლილებების შედეგად, ზოგი ერთჯერადად, ხოლო ზოგს საბაისო დაფინანსების გაზრდის შედეგად. ამ თანხებს როდის მიიღებენ ისინი? არჩევნებამდე, ამ არჩევნებამდე? საპრეზიდენტო არჩევნებია, როცა ვამბობთ, რომ საბაისო დაფინანსება გაიზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თანხა მთლიანად კი არ მიეცემათ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, არამედ განაწილვადება თვეების მიხედვით და ეს 4 თვე რაც არის დარჩენილი სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, მიეცემათ საბაისო დაფინანსების ნაწილში გაზრდილი თანხა. რაც შეეხება ერთჯერად თანხას, ჩვენ ჩავდეთ მექანიზმი, რომ კანონის ამოქმედებიდან, ეს კანონი ამოქმედება თუ ეხლა მივიღეთ აგვისტოშივე, თუ სექტემბრის დასაწყისში მივიღეთ სექტემბერშივე, კანონის ამოქმედებიდან ერთ თვეში მიიღებენ ამ თანხებს, ვინც ერთჯერადად დაფინანსდება საპრეზიდენტო არჩევნების წინ და ამით ასე ვთქვათ ეს პროცესი დასრულებად გამოცხადდება. საპრეზიდენტო არჩევნებში რაღაც გარკვეული პროცენტის გადამლახველებს თუ გაეზდებათ, თუ ისინი არიან პარტიის კანდიდატები. დაფინანსება იმ პარტიას, რომლის კანდიდატებიც გადალახავენ. 3-4-5%. საპრეზიდენტო არჩევნები არ არის, თქვათ, დაფინანსების, წარმოშობის კრიტერიუმი, მხოლოდ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები არის პარტიების დაფინანსების წარმოშობის საფუძველი. უბრალოდ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შემოვიტანეთ ის სიახლე, რომ ყველა კანდიდატი, მნიშვნელობა აქვს პარტია დაასახლეს პრეზიდენტობის კანდიდატს თუ საინიციატივო ჯგუფი დაასახლეს პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეთა 10%-ის ხმებს და მეც მას აუნაზღაურდება გაწეული, მის მიერ გაწეული და დასაბუთებული ხარჯები 1 მილიონი ლარის ფარგლებში. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ თქვათ ფინანსებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ მოვხსენით ის ბარიერი, რომელი ბარიერის მიხედვითაც პარტიებს ეკრძალებოდა ცესხის აღება ბანკებიდან წინა საარჩევნო მიზნებისათვის და მხოლოდ არჩევნების წელს ჰქონდათ ეს უფლება და მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში. ჩვენ ეს ბარიერი მოვხსენით, აქედან გამომდინარე სუბიექტები, რომელიც თავის თავს მიიჩნევენ
ძლიერ სუბიექტებად თუ საკუთარი სახსრები არათ, მათ შორის ისეც ხონ სახსრები და წარმატებული კამპანიის გაწევის შემთხვევაში მათ მილიონი ლარის პარკლებში აუნაზღაურდებათ დასაბუთებული ხარჯები. პარტიებით მაყოფილები არიან, მქონდათ თუ არა შეხვედრა და იყო თუ არა ამ თემაზე საუბარი, რომ ეს კეთდება. დამატებითი შეხვედრა ამ საკითხზე არ ჩატარებულა, თქვათ, არასაპარლამენტო პარტიებთან, იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი არ დამატებია მემორანდუმით შეთანხმებულ ტექსტს გარდა იმისა, რაც მე ვილაპარაკე. ყველაფერი ერთი ერთშია, იგივე არის. აქედან გამომდინარე, შეხვედრის აუცილებლობა არ წარმოშობილა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მემორანდუმის ტექსტის სრულიად რეალიზაციაზე იყო და დამოკიდებული კოალიციაზე და მე თავიდანვე ვამბობ და ეხლაც იგივეს ვიმეორებ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების განკუთვნილი კანონი, ის ოპოზიციური პარტიების უნდა ქმნიდეს მექანიზმებს და არა სახელმწიფო პარტიისთვის და ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი მაგალითებით ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვის ნაწილში, დაფინანსებაში არსებული შეზღუდვების მოხსნის ნაწილში, რომ ხელისუფლება განწყობილია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად და ბოლო ეს კომპონენტი რაც იყო ნებათა ღელვის საგანი, ამ კომპონენტის მოხსნის შემდეგაც უკვე პარტიების საპრეზიდენტო არჩევნებს მიიღებენ იმ დაფინანსებას, რა დაფინანსება შეიძლება იქნას გაწეული ბიუჯეტი და ეს კიდევ დადებით გავლენას მოახდენს წინა საარჩევნო კამპანიას. რა გაგვიჯდება პარტიები გადამხდელებს? აი ამ ახალი კანონით. მთლიანად რომ სადღაც 4 მილიონ ლარამდე გაიზრდება პარტიების დაფინანსება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ერთჯერადი დაფინანსების კომპონენტი 7 დამარცხებულ პარტიაზე არის 1.40.000 ლარი, ანუ 7-ჯერ 150.000 ლარი, ეს არის 1.50.000 ლარი, ხოლო საბაისო დაფინანსების გაზრდის შედეგად მიმდინარე წელს დარჩენილია მხოლოდ 4 თვე, მიმდინარე წელს ეს ხარჯები არაცდება 2 მილიონ ლარს. და გაისად იქნება 4, ხო? გაისად იქნება 4-ი ახლა. ჩვენ უპასუხებელი მაყურებლებო საქართველოს მოქალაქეებს მთლიანად პარტიები, კვალიფიციური სუბიექტები გაგვიჯდება 4 მილიონი ლარი წელიწადში. არის თუ არა საუბარი იმაზე? არა ბატონ შალვა, ესე იგი ბევრად მეტი დაგვიჯდება. დღეს მდგომარეობით ეს 14 პარტია ჯამურად იღებს 4 მილიონ 800 ლარს, ამას კიდევ ერთი 4 მილიონი დაემატება, ანუ სადღაც 8-9 მილიონზე. 9 მილიონი ლარი დაგვიჯდება ჩვენ, 9 მილიონი ლარი დაგვიჯდება მომავალ წელს იმ პოლიტიკური პარტიების შენახვა, რომელმაც გადალახეს დაფინანსების ზღვარი. ესე შეიძლება ვთქვათ. თუმცა აქაც კიდევ ერთი მინდა თქვა ტელემაყურებლებს ვთქვა ბატონ შალვა, თქვენი სისტემა როგორაა ჩვენთან, რომ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა გადალახოს საპარლამენტო ბარიერი ან ადგილობრივი არჩევნების ბარიერი. საპარლამენტო ბარიერი გადალახული აქვს დღეს მდგომარეობით მხოლოდ 7 პარტიას და ვნახოთ გაზაფხულის არჩევნებზე რამდენი პარტია გადალახავს ადგილობრივ არჩევნებში ბარიერს და ჩვენ შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, რომ 14 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტიდან დავიდეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტთა რაოდენობა სიტყვაზე ვიძახი 10-ზე 12-ზე ვნახოთ რა შედეგებს აჩვენებენ ოპოზიციური პარტიები. დიდი მადლობა. მადლობთ ზაქარია, ჩვენი გადაცემის სტუმარი ჩართვით იყო ბატონი ზაქარია ქუსნაშვილი, რომელმაც აგვიხსნა თუ კონკრეტულად რა ცვლილებები მიიღება პარტიების დაფინანსების საკითხში. 9 მილიონი ლარი წელიწადში, ეს არის ის თანხა, სავარაუდოდ თუ არა შემცირდა კვალიფიციური სუბიექტების სია, ის თანხა, რომელსაც ჩვენ გადამხდელები გადავიხდით პარტიებში. ჩვენი გადასაწყვეტია ეს, ბევრია თუ ცოტა, კიდევ ერთხელ პარტიებისადმი ნდობა მაღალი არ არის, თუმცა თუ ჩვენ გვინდა რომ რაღაც ცივილიზებული სახე ჰქონდეს პარტიულ მუშაობას, რაღაც ფული მათ უნდა გადაუხადოთ. მაია მიმინაშვილი გვეწევა სულ ცოტა ხნის შემდეგ. მაია მიმინაშვილი მოვიდა ჩვენთან გადაცემაში. მაია მიმინაშვილი, რომელიც მოგვიყვება ძალიან სამწუხარო ამბავს იმის თაობაზე, თუ რა დღეშია პედაგოგი, დღეში არიან პედაგოგები. და ეს ტესტები, რომელიც თქვენ ჩაატარეთ, ეს არის სავალდებულო ყოველწლიური ტესტი, ხო? მოგესალმე პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნებაყოფლობითია პედაგოგებისთვის 2014 წლის ჩათვლით, ყოველ შემთხვევაში არსებული კანონმდებლობა ამას გვეუბნება. მე 4 წელია უკვე ვატარებთ
სასერტიფიკაციო გამოცდებს და თავად პედაგოგი არსებული კანონმდებლობით 2014 წლის შემდეგ სავალდებულოა იმ თვალსაზრისით, რომ არასერტიფიცირებული პედაგოგი სკოლაში აღარ იქნება. და ვინც სერტიფიცირებულია და ვინც არ არის სერტიფიცირებული, ერთნაირად იღებენ ხელფასს? არა, რა თქმა უნდა, დანამატი აქვს სერტიფიცირებულ მასწავლებელს ხელფასს. ინტერესი რომ ისეთ. კი ბატონო. და რამდენი იღებს მონაწილეობას სტატისტიკურად, რამდენი პროცენტი? მაინც რამდენს უნდა ეს სერტიფიცირება? ყველაზე დიდი რაოდენობა 2012 წელს იყო რეგისტრირებული, 40,000-მდე იყო პედაგოგების რაოდენობა, დაახლოებით 70,000 პედაგოგი. ხო, მნიშვნელოვანია 2/3 დაახლოებით. კი ბატონო. და ტარდება რამოდენიმე საგანში, ხო? თითქმის ყველა ძირითად საგანში. როგორ ტარდება? ანუ ვინ ადგენს ტესტებს და რა ტესტების შედგენაზე, შემუშავებაზე და ჩატარებაზე სრულად არის პასუხისმგებელი გამოცდების ეროვნული ცენტრი. და შემდეგ უკვე რიგდება ეს ტესტი, ავსებენ, აი როგორც გამოცდებზეა ისეა, ხო? და გასწორებითაც თქვენ ასწორებთ. კი ბატონო. გასაგებია 2014 წლიდან ვინც ვერ ჩააბარებს იმას ავტომატურად შეუძლება მასწავლებლის სტატუსი. არსებული კანონმდებლობით ეს ესეა, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გადაიხედება ეს ჩანაწერი კანონში. კი ბატონო, წელს რამდენმა მასწავლებელმა მიიღო? რეგისტრირებული იყო 26,000 პედაგოგი, თუმცა დაახლოებით 17-18% არ გამოცხადდა გამოცდას. შესაბამისად 20,000-მა მიიღო მონაწილეობა, ხო? დაახლოებით ცოტა მეტი შეიძლება. 70-დან 20-მა. რით იხსნით იმას, რომ შემცირდა რაოდენობა 2012 წელს? მოდით ესე ვთქვათ, დაახლოებით 10,000 პედაგოგი უკვე სერტიფიცირებული ყავს და მათ რა თქმა უნდა ეს არ ეხებათ უკვე. შემცირდა ზოგადად მასწავლებელთა რაოდენობა. მაშინ ეს სხვაგვარად დავსვათ კითხვა, რატო იყო ძალიან დიდი რაოდენობა შარშან 2012 წელს 40,000-მდე. შარშან იძულების ფორმა ქონდა, პირდაპირ გეტყვით, იმას რომ პედაგოგებს რაც შეიძლება მეტ პედაგოგს მიიღო მონაწილეობა. აიძულებდნენ განათლების სამინისტროდან იყო დირექტივა და აიძულებდნენ რესურს ცენტრები, ბუნებრივი რესურს ცენტრები და შესაბამისად დირექტორების. ჩვენ ვატარებდით, ოღონდ ჩვენ მოვამზადეთ ტესტები, დავტოვეთ ყველაფერი მზად და მე დავტოვეთ. რამე დირექტივა ხო არ იყო, თქვენ მუშაობაში ჩარევა ხო არ იყო მაშინ? იყო რა თქმა უნდა, კითხვა სხვათა შორის მისვამ კომენტარი წავიკითხე, მართალი გითხრათ, რომ ცუდი შედეგებია წელს, იმიტომ რომ არაფერი გაკეთებულა სამინისტროს მხრიდან ტრენინგების თვალსაზრისით, ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ სამდღიან და ერთკვირიან ტრენინგზე ფიზიკას ვერ ასწავლე, ფიზიკის მასწავლებელს ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ტრენინგები, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს შედეგებზე. წინა წელს იყო პირდაპირი დირექტივა, პირდაპირ გეტყვით 2012 წელს, რაც შეიძლება მარტივი, უმარტივესი ტესტური დავალებები შეგვედგინა და რაც შეიძლება მეტ პედაგოგს უნდა გადაელახა ბარიერი. კი, პირდაპირ მე და არა მარტო მე, ჩვენ ორგანიზაციას. ვინ უთხრა მინისტრმა? განათლების მინისტრმა. თქვენ კითხეთ რატომ? კი, პოლიტიკური მნიშვნელობა არჩევნები იყო მოსალოდნელი და აქედან გამომდინარე ეს ასე იყო. კარგით, და რამდენმა გადალახა მაშინ სხვა შორის ეს მაინტერესებს. მიცით რა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ უბრალოდ ვიცი, რომ ანალოგიური დირექტივა იყო გასწორების პროცესშიც, რაც შეიძლება მობიერად და ლოიალურად გასწორებულიყო, ნული ქულა არ დაწერილიყო და ასე შემდეგ. ბუნებრივია ხა, თუ შევადარებთ, რაც სრულად არაადეკვატური და არალოგიკური იქნება, შარშანდელი მონაცემებით გაცილებით უფრო კარგი შედეგები. დღეს გვაქვს როგორი შედეგები? ჩვენ გვაქვს სავალალო შედეგები, განსაკუთრებით ფიზიკის შედეგმა გამაოგნა, რომ მეც ნაფიზიკოს არის სტუდენტი ვარ და ასე შემდეგ. ტესტები გამკაცდა ხო წინასთან შედარებით? არა, რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ეს სასერტიფიკაციო გამოცდა და ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ გარემოებას. ტესტები არც უნდა გამარტივდეს და არც უნდა გართულდეს, მოდით ესე ვთქვათ, სირთულის თვალსაზრისით ერთი და იგივე სირთულის უნდა შარშანდელთან შედარებით. კი ბატონო, შარშანდელთან შედარებითაც ბუნებრივია ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისა, რომ იგივე სირთულის ტესტები შეგვიძლია. ანუ შარშან როცა იყო დირექტივა და გაამარტივეთ? არ გაგვიმარტივებია. არ გაგემარტივებიათ? აბა რატო გადაალახა? თქვენ ხო თქვით რომ მინისტრმა დაგვავალა ეს? კი, ბუნებრივია, იყო საუბარი, მე ვცდილობდი რომ ამეხსნა წინა წლის პედაგოგებთან შედარებით სრულად უსამართლოდ მოვიქცევით ახლა რომ ძალიან მარტივი ტესტები შევთავაზოთ და საბოლოო ჯამში ეს ტესტები გამოცდის შემდეგ ქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე და ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს რამდენად მარტივ ტესტებს თავაზობთ პედაგოგებს წელს. მაგრამ ეს ტესტები? რა თქმა უნდა ვებგვერდზე განთავსებთ. რა ვებგვერდია? NAEC-G. NAEC-G. კი ბატონო. მოკლედ ესეთ შედეგები არ იყო. ხო, ასეთ შედეგები არ იყო ნამდვილად, ახლა ზუსტად შედეგები პროცენტულად არ მახსოვს. კარგით. მოდით ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც გვაქვს. ზოგადად
ზეპირად არ ვიცი რამდენად გახსოვთ, მაგრამ ყველა სავალალო მდგომარეობა რომელ საგნებშია, ჰუმანიტარულებში თუ ტექნიკურ. ქართული ენა და ლიტერატურა დაგვრჩა და უცხო ენები ჯერჯერობით არა გვაქვს შედეგები ამორ საგანში და არა გვაქვს პროფესიული უნარების შედეგები ჯერჯერობით, მალე გვექნება დანარჩენ ყველა დისციპლინაში უკვე შედეგები გამოცხადებულია. ნუ ყველაზე ძიმე ვითარება ფიზიკაში, ქიმიაში და მათემატიკაშია. შედარებით უკეთეს შედეგია ისტორია, გეოგრაფიაში, ნახევარზე მეტმა 57%-მა ვერ გადაალახა ბარიერი ისტორიაში და 59%-მა გეოგრაფიაში. დანარჩენ სხვა შემთხვევაში ყველგან ეს პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ეგრე გითხავთ. 2014 წლის კანონი იყოს ეხლა ძალაში. ეხლა 2014 წელი იყოს. რამდენი მასწავლებელი დაკარგავდა სერტიფიკატს? ეხლა თუ გავიხსენებთ იმას, რომ დაახლოებით 10,000 მასწავლებელი სერტიფიცირებული ყავს, დაუშვათ სიტყვაზე 1000 კიდევ დაემატება. 50-60,000-მდე მასწავლებელი უნდა ტოვებდეს ესეთ სკოლას. ეხლა რო იყოს 2014 წელი, რამდენი და ეს კანონი იყოს ძალაში და ეს სერტიფიკაციის დაახლოებით 70,000-მდე პედაგოგი ყავს. სულ ქვეყანაში, კი. და აქედან 10,000 უკვე სერტიფიცირებულია. წელს დაუშვათ დაემატება კიდევ 1000. ნუ კარგი 2,000. შესაბამისად 58,000-მა უნდა დატოვოს სკოლა. არა, სხვა რაღაცას გეკითხებით. იმ 58-ს ხო არ ჩაუბარებია ჯერ? თქვენ ხო არ იცით ზუსტად როგორ ჩააბარებს, არა? 2014 წლის შემდეგ ყველასთვის სავალდებოა. და რატო ამბობთ თქვენ, რომ ისინი რო ჩააბარებენ, ესეთივე შედეგი ექნება და ვერ გადაალახავენ? ვინ ჩააბარებენ? აი ეს ხალხი ხო უნდა ჩააბარონ ვიღაცებმა. დარჩენილი ვინც არის? არა, კითხვა ესეთი იყო. 2014 წელი რომ იყოს ეხლა და კანონი იყოს ძალაში, 2014 წელს რა ხდება? გამოდიხარ თუ არ გამოდიხარ გამოცდაზე? თუ არ გამოდიხარ გამოცდაზე, ავტომატურად სერტიფიკატი არ გაქვს. სერტიფიკატი თუ არ გაქვს, უნდა დატოვოს სკოლა. გეთახმებით, ცოტა არაზუსტად დავსვი შეკითხვა. სხვანაირად გეტყვით, თქვენ რა განცდა გაქვთ? ის ადამიანები რომ მოვიდნენ გამოცდაზე, რომ მოვლენ, იგივე რო იყოს ეს ტები. რამდენი პროცენტი ჩააბარებს და რამდენი პროცენტი მოიპოვებს მასწავლებლების უფლებას? ხა ეს ვარაუდი ძალიან რთულია, მინდა გითხრათ. ყოველ შემთხვევაში არის გარკვეული რაოდენობა პედაგოგებისა, რომლებიც არ გამოსულან სასერტიფიკატო გამოცდებზე და არც აპირებენ გამოსვლას. საერთოდ არ გამოვალთო? ნუ არის ასეთი კატეგორია კი. ანუ ჩვენ პროტესტს ვაცხადებთ, რომ ჩვენს ცოდნას ამოწმებს სახელმწიფო? არა, ნუ აქ საუბარია იმაზე, რომ გარკვეული ნაწილი მალე პენსიაზე გადის და მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩააბარებს თუ არ ჩააბარებს. გარკვეულ ნაწილს გარკვეული პროტესტი აქვს, ბუნებრივია. და რამდენს აქვს დაახლოებით? იცით მე სურათის დანახვა მინდა, საბოლოოდ როგორ გვიჭირს, მაგის დანახვა მინდა რა. ხა თუ დავთვლით რაოდენობას ამ წლების განმავლობაში რამდენი გამოვიდა, პროცენტი მცირე იქნება ესეთი ადამიანების, იმიტომ რომ როგორც გითხარით, შარშან 40,000 გამოვიდა, წელს 26,000 გამოვიდა, წინა წლებში იყო 10,000 და ასე შემდეგ. თუმცა არის გარკვეული რაოდენობა პედაგოგებისა, რომლებიც რამდენჯერმე გამოვიდნენ. ეხლა პირდაპირ შეკრება არ იქნება სწორი ხო, მაგრამ ნუ კარგი, უხეშად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ამ მონაცემებიდან გამომდინარე ვიმჯერებ და მომზადების ეს დონე იქნება, ნახევარი მასწავლებლებისა ვერ გადალახავს. შეგვიძლია ესე ვთქვათ? კი, შეგვიძლია. და ეს ნიშნავს, რომ პარალიზება მოხდება საშუალო განათლების სისტემის. პირდაპირ გეუბნებით, ხო იცით ეგ? მოხდება რას ნიშნავს? ეხლა ძალიან სერიოზული პრობლემა რო გვაქვს საშუალო განათლების საფეხურზე, ეხლა ამას ალბათ ეს შედეგებიც არ ჭირდებოდა, ხო? ნამდვილად ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს და ეს პრობლემა არ არის კონკრეტული პედაგოგის ან პედაგოგების, მოდი ესე ვთქვათ რა. ეს არის პრობლემა, ძალიან ნათლად იკვეთება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომ ამ წლების განმავლობაში ძალიან აკლდათ პედაგოგებს ყურადღება სახელმწიფოსგან და სამინისტროსგან. ეს სიტყვით ითქმეოდა, რომ ეს პროფესია არის ძალიან პრესტიჟული, უნდა გახდეს პრიორიტეტული ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომ დასაფასებელია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ძალიან ცოტა რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ხელი შეგვეწყო ჩვენი პედაგოგებისთვის აემაღლებინათ საკუთარი კვალიფიკაცია. და აქ არ გულისხმობ ისევ იმ ტრენინგებს, რომელიც იყო დაგეგმილი მასწავლებელთა სახლის მე, იმიტომ რომ ეს ტრენინგები მართლა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ ასეთ დონეზე არის ფიზიკა, რომ 96%-მა ვერ გადალახა სამკვირიანი ტრენინგით. ანუ ეს ადამიანი, ეს პედაგოგი, რომელმაც ვერ გადალახა, რამდენი ქულა უნდა აეღო რომ გადაელახა?
60% და მეტი მაქსიმალური. ხო, და აიღო დაუშვათ 20, ხო? 35 ქულა იყო 60%. ხო, და აი ვერ გადალახვის როგორი მაჩვენებელია, ძალიან დაბლაა, ხო? ნუ მარტივად რო გით, რადგან ძველი ფიზიკოს არის, როგორც თქვი, საშუალო მაჩვენებელია, ბარიერი არის 35 ქულა და საშუალო მაჩვენებელია 26. საშუალო, ხო, და აი 23, 24, რამდენი შესაძლებიდან 70-დან, ხო? კი ბატონო. 70-დან 70 კითხვიდან მხოლოდ 24 რო გასცემ, სწორად იქ ხშენ სამკვირიანი რაღაც. თან ტესტი არის სასკოლო პროგრამიდან, ხო? ნიუტონის მეორე კანონი და უნდა რაღაც კი ბატონო. ამოცანა უნდა ამოხსნა, რომელსაც შემთხვევაში ამოსავალი დოკუმენტი არსებული სასწავლო გეგმა, თუმცა მაგალითად მათემატიკის შემთხვევაში შემიძლია გითხრა, რომ დაახლოებით 8% ტესტის 7-8% ოდნავ ხდება ეროვნულ სასწავლო გეგმას, ანუ იგულისხმება, რომ პედაგოგი, რომელიც მე-12 კლასში ასწავლის, უნდა იცოდეს უმაღლესი მათემატიკა. უნდა შეძლოს ყოველ შემთხვევაში პასუხი გაცე ძალიან მარტივ კითხვას, როცა კლასში ნიჭიერი მოსწავლე რაღაცას დაუსვავს არასაპროგრამოს. ხო და ეგ მხოლოდ 7-8, ხო? 7-8%. ეს კანავის წიგნი იყო ადრე, მათემატიკის არ ვიცი იცით თუ არა? ვიცი როგორ არის. აი ეს კანავის წიგნის მესამე თავი იყო, რომელსაც უნდა ამოგეხსნა და მაშინ იყავი ძალიან მაგარი. მოკლედ მე იმის თქმამდე რომ ჩვენ ყავს მასწავლებლები, რომლებიც იმ ამოცანას, რომლებიც ბავშვებს აძლევენ, თვითონ ვერ ხსნიან. ეგრე გამოდის, ხო? იდეაში ეს არის. ეს ასეა. შალვა, ოღონდ მე ეს რო გახდება, იცით? ეგ არის იმიტომ, რამდენი აქვს ხელფასი? ცოტა აქვს ბუნებრივია. მასწავლებლები, რომელსაც მე პატივს ვცემდა, მე მასწავლებლებ კარგად სხვათა შორის. ჩემი მასწავლებელი ხსნიდა იმ ამოცანას, რომელსაც მე მაძლევდა და ნორმალური მასწავლებელი მყავდა, ხო? მაგრამ არ ვიცი დღეს რა მოხდა, მაგრამ მასწავლებლები არიან ძალიან ცუდ დღეში. ანუ ისინი არ ფიქრობენ ამაზე, საერთოდ არ ანვითარებენ თავიანთ პროფესიონალებს, დაავიწყდათ რაც იცოდნენ და არიან აი ძალიან ცუდ დღეში. მოტივაციის გარეშე დარჩენილი. რომ აქტიური ახალგაზრდა ვიღაცა 600 ლარზე არ იმუშავებს სკოლაში. ვინც იცის კარგად მათემატიკას. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მოტივაციის გასაზრდელად ხელფასის მომატება, მაგრამ არა ერთ-ერთი. რა ვქნათ, ესე არ შეიძლება, ეს ძალიან ცუდ დღეში. ნუ ეხა აუცილებლად უნდა ვქნათ და მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ განათლების სამინისტრო სრულ მზადყოფნას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ეხლა აუცილებლად უნდა დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. უფრო მეცაც გეტყვი, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო კვლევაში მიიღო მონაწილეობა ამ შედეგებთან დაკავშირებით, ბევრს ვლაპარაკობდით, იმიტომ რომ ადრე ეს აკრძალული თემა იყო, ეს არის მომავალი მასწავლებლების განათლების კვლევა, განათლების პოლიტიკა და უმაღლესი სასწავლებლები, რომელიც მომავალ მასწავლებლებს ამზადებდნენ, სწორედ ისინი ღებულობდნენ მონაწილეობას ამ კვლევაში. აი მაშინ სრულიად შემაშფოთებელი შედეგი მივიღეთ, მონაწილე ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზე გავიდა საქართველოს და გამოიკვეთა ძალიან სერიოზული და არსებული პრობლემები სწორედ მომავალი მასწავლებლის მომზადების პერიოდში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამაზე დეტალური ანგარიში მომზადდა რეკომენდაციათა პაკეტი, ისევე მეორე ამაზე ხმამაღლა ლაპარაკის უფლება და საუბრის უფლება ჩვენ არ გქონდა. დღეს მივიღეთ, რაც მივიღეთ და ბუნებრივია სულიად რა გავაკეთეთ. მივიღეთ ის, რომ მასწავლებლად ყავს სამოსნები. ყველა შემთხვევაში შალვა რა უნდა გავაკეთოთ და პირველი და მნიშვნელოვანი არის დიაგნოზის დასმა. დიაგნოზი ეს არის. და უნდა შევხედოთ რეალობას თვალებს. ჩვენ აქამდე არ გვითხოვს ეს ხმამაღლა, ხო? და ისე ვიმეორებ, აქ პედაგოგის დანაშაული ნაკლებად არის, ვიდრე სახელმწიფოს და განათლების სამინისტროსი პირველ რიგში. ეს უნდა ითქვას ხმამაღლა და შემდეგ უნდა დაიწყოს მკურნალობა. ეხლა დიაგნოზის გარეშე მკურნალობა ვერავის ვერ წარმოუდგენია. თქვენ არ გეხებათ, მაგრამ საშუალოდ ასაკობრივად რა ასაკის კატეგორიის და რა გენდერული კატეგორიის პირები არიან მასწავლებლები? ძირითადად ქალბატონები, ბუნებრივია, იცით ალბათ, ხა საგამოცდო ცენტრში რო გადახედავდი დაუშვათ ჩვენს აპლიკანტებს, თითოეულა იყო მამაკაცი იქა. ნუ ცხადი, იმიტომ რომ არ არის მომხიბლავი ეს პროფესია, რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, უმნიშვნელოვანესი პროფესია, ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის, არ არის მომხიბლავი ახალგაზრდებისთვის. ცხადია. და წლიდან წლამდე ხდება ისე, რომ აი ამ მიმართულებით, განათლების მიმართულებით ირიცხებიან ისეთი აბიტურიენტები, რომელთაც შედარებით დაბალი შედეგი. აბიტურიენტებზე მინდა გითხოთ, რა ხდება ამ სასწავლო
წელთან ამ მიღებასთან დაკავშირებით, ანუ დონის განსაზღვრა ხდება, მოახერხეთ დონის განსაზღვრა დაიწყება. ჯერ ბოლომდე გასწორების პროცესი არ დასრულებულა და ორი მნიშვნელოვანი გამოცდა ქართული ენა და ლიტერატურა, მხოლოდ ნახევარია გასწორებული, პირველი მეორე ვარიანტი და იქ მომავალ კვირაში უკვე მესამე რომ გაწყვეტინებთ ქართული და ენას და ლიტერატურას დიდი პატივისცემით ვექცევი, მაგრამ პირველ რიგში მაინტერესებს მათემატიკა როგორც ის ხალხმა და ფიზიკა, იმიტომ რომ ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია გაცილებით. შედეგები და ფიზიკის დღეს გამოვაქვეყნეთ. პირველადი შედეგები ეს, დაახლოებით 20%-ია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომელმაც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. გაიზარდა შემცირდა ეს ზღვარი? არა, სხვათა შორის წლიდან წლამდე დაახლოებით ესე და იგივე. უბრალოდ შემცირდა რაოდენობა აბიტურიენტების წელს ცოტათი შემცირდა, ვინც აირჩია მათემატიკას სავალდებულო გამოცდად. და ფიზიკის შედეგები გამოვაქვეყნეთ, წინა წელთან შედარებით ფიზიკის მსურველების რაოდენობა გაზრდილია, 300 მივაღწიეთ. ფიზიკის ფაკულტეტზე ვინც აირჩია ფიზიკას სავალდებულო გამოცდად. 300 ადამიანი? კი. ადრე 80 ყავდა და ეხლა 300 უკვე ბევრია. და ბარიერი ზუსტად თუ მახსოვს, სადღაც 40%-მდეა. ანუ ვინც ვერ გადალახა ბარიერი. ტრენდი საით არის, ანუ საით მივდივართ წინა წლებთან შედარებით, იგივეა? წინა წლებთან შედარებით, სხვათა შორის ცოტათი გაუმჯობესებულია, ჩაჭრის პროცენტს გულისხმობ, ცოტათი გაუმჯობესებულია მათემატიკა და ნიშნების ქულები? ხო, ქულები. განაწილება იგივე რჩება. ცნობილების ფარგლებში ხდება იგივე. ესეც რაღაც მანიშნებელია, ანუ ადამიანი და მოთხოვნები გვაქვს, აი რა უნდა სტუდენტს, სად უნდა, ყველას უმეტესობას რა უნდა, პირველ ინსტიტუტად რომელსაც ამას ჩვენ აუცილებლად გავიგებთ ცოტა ხანში, როცა დასრულდება პირველადი შედეგების გამოცხადება, აპელაციამდე ექნებათ რამდენიმე დღე საბოლოო არჩევანი დააფიქსირონ, ჯერ საბოლოო არჩევანი არ აქვს. თვითონ რაც შეიტანეს ის ვიცით? მაგას ვამბობ ზოგს საერთოდ არ აქვს შევსებული ფაკულტეტი. ეხლა შედეგებს ნახავენ და შემდეგ შარშან როგორ იყო? ანუ რა უნდა ქართველ ახალგაზრდებს უფრო მეტად ზოგადად რა ვიყოთ, სად უნდათ, რა უნდათ? ბიზნეს ფაკულტეტები? ანუ მათ აქვთ განცდა რომ ბიზნესს რომ ჩააბარე, ფულს იშოვი, ხო? აი, კარგი, ძალიან სავალალო რაღაცებზე ვილაპარაკეთ ღიმილით. დასაკარგებელი აფერი არ არის. ხო, მაგრამ ღიმილით უნდა შევხვდეთ ისეთ რაღაცას, იმიტომ რომ თავარია მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ამ პრობლემას მოუაროთ, ყველაფერი გამოვა, მე ვფიქრობ. და რა მაინტერესებს ითით ჩემ დროს ესე რო არ იყო, იქნებ მე ვწდები და აი თქვენ დროს მე 88-ში დავამთავრე, ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. კონკურსი 4 კაცი თუ რაღაცა ფიზიკის ფაკულტეტზე თქვენ წარმოგიდგენიათ? ვიღაცა ბიჭები, ტიპები, გოგოები მოდიოდნენ, სწავლობდნენ რაღაცა. იყო რაღაც სასწავლო პროცესი ფიზიკის ფაკულტეტზე, ხო გესმით? არა, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი იყო და მაია რა ხდება ამასთან დაკავშირებით? ესე დაგვერხა, რომ აი ესეთ რაღაცები ხდება? სკოლაშიც მასწავლებელი რაღაც შეკითხვებს პასუხობდა, მე არ ვიყავი ყველაზე პრესტიჟული სკოლის მასწავლებელი, მეას სკოლა იცით ალბათ ესეთი, ხო? მაგრამ მყავდა კარგი მათემატიკის მასწავლებელი, მყავდა კარგი მასწავლებლები მყავდა ზოგადად და რაღაცა ავტორიტეტი ჰქონდათ ჩემ თვალში. და რა მოხდა ამისთან? ხო, რაღაც საკუთარი გამოცდილებიდან თუ ვისაუბრებ, ცოტა რა ლოგიკური იქნება, მე კომაროვში ვსწავლობდი და ბუნებრივია. მანამდე ხო სადღაც სწავლობდი? ჩემ კი ექსპერიმენტულში, ესეთი სკოლა იყო პირველ ექსპერიმენტულში და ძალიან კარგი მათემატიკის მასწავლებელი მყავდა, რომელიც შემდეგ ჩემთან ერთად გადმოვიდა კომაროვში. თქვენ ჩააბარეთ სად? მათემატიკურს. ხო, აი, ხო ხედავ. ასე რომ, რა ვიცი, ახლა ჩემი მასწავლებლები მართლაც, რა ვიცი, გამორჩეული იყვნენ მათემატიკაში განსაკუთრებით და ესეთ საკითხებში. მე მაინც ვფიქრობ, რომ ძირითადი პრობლემა არის ის, რომ რაღაცა ნებაზე მიუშვით ეს ყველაფერი, მიუშვეს უფრო სწორედ ეს ყველაფერი და განათლების სამინისტრომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი არ შეასრულა თავის დროზე იმისთვის, რომ კვალიფიკაცია ბუნებრივია, ჭირდება მკაცრი კონტროლიც მომზადების პერიოდში მომავალი მასწავლებლების, ჭირდება მკაცრი კონტროლი რაც გულისხმობ მოთხოვნებს და ბუნებრივია ამის თვალყურის დევნებას, ჭირდება შემდეგ პერიოდში, როდესაც პედაგოგი შედის კლასში, ამას თვალყურის დევნება და მონიტორინგი, დახმარება. კომუნისტები ამას ახერხებდნენ?
ახლა რა გითხრათ კომუნისტები რას ახერხებდნენ? ხო, მაგრამ ფაქტი ხო გვაქვს? მაშინ დიდი ხელფასი ქონდა. მნიშვნელოვანია ჩვენ მოვახერხოთ თუ გვაქვს. არა, ნუ ახლა რა გამოდის, იმ კორუმპირებული სკოლის პედაგოგები, რომელსაც ხან ტორჩუკნიდან და ხან ბრილიანტის ბეჭედი და ასე იწერებოდა ნიშნები, იყო ესეთი და გაგვიგია, ის სკოლა გაცილებით უფრო მაღალ კვალიფიცირებული იყო, ვიდრე გაწმენდილი იმისი, რომ მოაკლდათ ძალიან სერიოზულად მოაკლდათ ყურადღება სამინისტროსგან. გასაგებია, დიდი მადლობა, მაია მინაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ კვლავ ნინო ვარდოსაინძეს მივესალმებით, რომელიც მოგვიყვება ახალი ამბების შესახებ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩალვა და გაგაცნობთ 2 საათისთვის განვითარებულ მოვლენებს. ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ გლდანის ციხის ყოფილი ოპერატიული მორიგე მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივის და პატივის და ღირსების შელახვისათვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ვლადიმერ ბედუკაძემ საჩივარი მტკიცებულებებთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანა. ციხის კადრების ავტორი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მას შეურაცხყოფა მიაყენა და წარმოუდგენელი სადისტი, ჯალათი და მოძალადე უწოდა. უცნობია მიიღებს თუ არა სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია საჩივარს წარმოებაში. საქართველოს მოქმედი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტისგან უარყოფს მის მიერ გავრცელებული ცნობები, რომელიც მან მრავალი გზის გაავრცელა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, თითქოს მე ვაპირებდი თუ გავყიდე კადრები, რომელიც გამოტანილი მქონდა საპრობილედან და ასევე მან მრავალი გზის მიწოდა წარმოუდგენელი სადისტი, მოძალადე, ჯალათი, ვითხოვ იგივე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით უარყოფს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ჩვენი მტკიცების ნორთია, რომ ჩვენ არ ვართ სადისტები, არ გაგვიყენია კადრები. ამის საკმარისი მტკიცებულებები თან ახლავს არჩევს. ასევე ჩვენ ვამტკიცებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არაერთგზის უხეშად შელახა უდანაშაულობის პრეზუმპცია და პატივი და ღირსება ბედუკაძეს. პარტიების დაფინანსების შესახებ მომზადებული პროექტის მიხედვით ყველა ის პარტია, ვისაც დაფინანსება ეკუთვნოდა, გაორმაგებულ თანხას მიიღებს. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ ასევე ის პარტიებიც, რომლებსაც დაფინანსება არ ეკუთვნოდათ, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში ისინი მონაწილეობდნენ. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. დავით უსუფაშვილის თქმით, მას ინიცირებული მოდელი არ მოსწონს და პარტიებს მიმართავს წლის ბოლომდე უფრო გამართული მოდელი შეიმუშაონ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარტიებს ლეგალური ფული სჭირდებათ და პარტიების დაფინანსების თემით ზედმეტ კეკლუცობას ის არავის ურჩევს. ამ მოდელით ყველა ის პოლიტიკური პარტია, ვისაც დაფინანსება ეკუთვნოდა, იღებს მინიმუმ გაორმაგებულ დაფინანსებას, ვისაც არ ეკუთვნოდა, ისინიც ვინაიდან წინა საპრეზიდენტო არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ, ერთჯერად დაფინანსებას იღებენ. მე პირადად ის მოდელი, რომელსაც ახლა ვიღებთ, მოდელის თვალსაზრისით არ მომწონს. ამიტომ ყველას მიმართავ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ აუცილებლად შევიმუშაოთ უფრო გამართული მოდელი, რომელიც ძალაში შევა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. თავისთავად დაფინანსების მოდელი არ უნდა იცვლებოდეს არჩევნების შედეგების შემდეგ. როდესაც უკვე ვიცით ვის რა შედეგი აქვს, ამიტომ ფორმულამ შეიძლება წინასწარ უკვე განსაზღვროს ვინ რას მიიღებს. პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის საელჩოს პოლიტიკის და ეკონომიკის განყოფილების ახალ ხელმძღვანელს ვიქტორია ტეილორს შეხვდა. დავით უსუფაშვილის განცხადებით შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებს, დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს და საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს. ვიქტორია ტეილორი სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის საკითხსაც შეეხო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, მან აუხსნა სტუმარს, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პრეზიდენტის და პრემიერის თანამდებობის დასაკავებლად შეზღუდვები ეხსნებათ. ვიქტორია ტეილორი მთელი დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში დარჩება და ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს შეხვდება. მე მას მოვახსენე, რომ ჩვენ სწორედ ამ პუნქტის ამოღება გვაქვს ინიცირებული კონსტიტუციიდან, რომელიც ხელს უშლის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს დაიკავონ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მეტმა კანდიდატმა შეძლოს მონაწილეობის მიღება არჩევნებში, ვისაც ამის სურვილი აქვს. ამიტომ თუ კი რაიმე სამართლებრივი თუ სხვა საშუალებები არსებობს, რომელიც იქნება კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოებში, რომელიც არ დაარღვევს სხვა კანდიდატების უფლებებს, ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ ვიმსჯელოთ იმ საკითხზეც, რაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით შექმნილი.
სახალხო დამცველი პარლამენტში უკვე მივიდა უჩანანუაშვილი დეპუტატებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2012 წლის ანგარიშს წარუდგენს. ომბუდსმენმა იმედი გამოთქვა, რომ ის ანგარიში ასახულ ფაქტებზე პარლამენტის შესაბამის რეაგირებას მოახდენს. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საჭიროა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რომლითაც ის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას მიმართავს. შევეხები ზოგადად ყველა იმ ძირითად საკითხს, ყველა იმ ძირითად ტენდენციას, რომელსაც გასულ წელს და მიმდინარე წლის დასაწყისში ჰქონდა საქართველოში ადგილი. მე ვფიქრობ, ალბათ დამთავრდა დრო, როდესაც სახელმწიფოს რეკომენდაციები მხოლოდ ფარატინა ქაღალდად რჩებოდა და მე ველოდები პარლამენტისგან, რომ ჩვენი რეკომენდაციები იქნება სერიოზულად აღქმული და აღმასრულებელი ორგანოებისგან ასევე იქნება შესაბამისი მზაობა, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში შესრულდეს რეკომენდაციების საკუთნობის ნაწილი. კოალიცია ერთსულოვნების ინიციატივა კოალიციის წევრები მარკირების პროცედურის ფოტორეგისტრაციით შეცვლას ითხოვენ. კოალიციის თავმჯდომარის მიხეილ ანდღულაძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დადებითად შეაფასა. არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებმა კი თანხმობის დეკლარაციაზე ხელის მოწერით აღნიშნული პროექტის დანერგვის აუცილებლობა დაადასტურეს. ჩვენი პროექტი, რომელიც შეიმუშავა კოალიცია ერთსულოვნებამ, ფაქტიურად შენიშვნის გარეშე ხდება საზოგადოების თვალთახედვაში და ანულებს გაყალბების შესაძლებლობას საარჩევნო პროცესში. ჩვენ გვინდა საზოგადოებას წარუდგინოთ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ პროექტის ვიდეო იმიტაცია და გავაფორმოთ შეთანხმების დეკლარაცია. თუ ქართული ოცნება ამ მოსაზრებას მიიღებს, ან რომელიმე სხვას, რომელიც გაუყალბებელ არჩევნებში ჩაატარებს ქვეყანაში, ეს იქნება დიდი საქმე ქვეყნისათვის. ამიტომ ეს ამ წინადადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ კომიტეტმა ადამიანის უფლებათა დაცვის მოიწონა. ბათუმის დინამოს დირექტორი ოთარ ფედიჩკინი გახდა. ქალაქის საკრებულოს რიგარეშის ხდომაზე დეპუტატებს არჩევანის გაკეთება ვეტერან ფეხბურთელს ვახტანგ ქორიძესა და ბათუმის დინამოს ყოფილ ფეხბურთელს ოთარ ფედიჩკინს შორის მოუწიათ. ხდომათა დარბაზში მყოფი 19 დეპუტატიდან 13-მა მხარი სწორედ ოთარ ფედიჩკინს დაუჭირა. დინამოს ახალი დირექტორი პირველ რიგში საფეხბურთო კლუბში ინფრასტრუქტურული ვითარების გამოსწორებას და ბავშვთა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბებას გეგმავს. სეულად შევასრულებ ამ მოვალეობას და პირველ რიგში ჩემი მისვით შედავაზე პირველ რიგში მიექცევა ინფრასტრუქტურის გამართვას. ყოველ დღეს არანაირი პირობები არ გააჩნია ბათუმის დინამოს. პირველ რიგში დაიწყება ბავშვთა ფეხბურთის მშენებლობა და დღეიდან იწყება უკვე ბათუმის დინამოს მშენებლობა. ხაკორიძე არის ღირსეული ადამიანი, დიდი ფეხბურთელი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, მაგრამ ამჟამად ჩვენ ხმები არ გვეყვა, რომ ის ყოფილიყო გუნდის დირექტორი. რაც შეეხება ბატონ ოთარს, მე ულოცავ ამ წარმატებას და ყოველნაირად დაუდგები გვერდით, ჩემთვის თავარია ბათუმის დინამო და მისი მომავალი და ვინ როგორ გააკეთეს, ამას ცხოვრება გვიჩვენებს. ახალი ამბებით 3 საათზე დავბრუნდებით, ახლა კი კვლავ ცხელი შუა დღეა ჩვენს ეთერში. აბობენინო. ჩავთ თვალებზე გატყობ, რომ გინდა ძველი ჩინური ლეგენდის შესახებ გიამბო. გინდა როგორ გამოიცანი. გესაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე. ესე იგი, ძველი ჩინური ლეგენდის თანახმად 5000 წლის წინ ყოფილა ერთი მხედართმთავარი, რომელსაც აწუხებდა რაღაც ტკივილები წელის სარეში. შემდეგ ბრძოლის დროს მოხვდა აქილევსის მყესში ისარი და ამის შემდეგ გაუყუჩდა ეს ტკივილი. და სწორედ მაშინ მიხვდა. და სწორედ მაშინ ის მიხვდა, რომ აკუპუნქტურა იარსებებდა და იქნება ესე მე ჩაუტარებია ცთა უპოვია იგივე პრობლემით ადამიანი, რომელსაც ასევე ის არის იგივე ყესში ჩაარჭო და ისიც გამოჯამრთელდა. თუმცა ეს არის ლეგენდა, ეს რამდენად სიმართლე შეესაბამება არ ვიცი, თუმცა ჩინელები ამის შესახებ საუბრობენ. ვინმეს რამეს ჩავარჭო თუ ჩაგვარჭობ. მე და ქეთი ვაპირებთ, რომ ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი. ორგანო გაწუხებს რამე? არა, ასეთი ჯანმრთელები ვართ კიდე ერთხელ. კიდე დავაკავ. ყოველ შემთხვევაში ისე არ მაწუხებს, რომ რამე ჩამარჭონ რა, ბოდიში. არა, არ ყოფილა მტკივნეული, ასე ამბობენ. და მე და ქეთის გვინდა რომ ვცადოთ ახლა. თავის ტკივილი ხო გვაწუხებს ხანდა და კაი. იქნებ მანამდე რამე მათ შეგვაწუხებს დრო გვაქვს, დრო დაახლოებით 20 წუთი და მანამდე ჩვენ საუბრობთ თემაზე. ეს ხართ აქციაზე ხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს? არ გამიგია. არის ეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში Facebook-ში ვნახე გააკეთა რეკლამა
იურო მარიცი ეგა? რომ იძლევიან ქალიშვილობის სერტიფიკატებს რა. ნუ ცხადია ხა კომერციულად კარგია, იმიტომ რომ მიდიან ვიღაცები და გათხოვების წინ უნდათ საბუთი რა, რომ აი და მე სამსახურში რო აკრავენ ხოლმე სერტიფიკატებს სტომატოლოგები და ასე შემდეგ, სათოთან გაიკრავს საშალვა, ეს ხო ხუმრობა. არ არის ხუმრობა სხვათა შორის. ნამდვილი ამბავი. რა თქმა უნდა. ნუ ხოლმე ამაზე ხმაური იქნება Facebook-ში ატეხილი და ნუ შედარებით ვისაუბრებთ. რომ გამოხატონ პროტესტი ამასთან დაკავშირებით. აჰა, პროტესტის გამოსახატება. და იხურება ქალიშვილობის ინსტიტუტი. რაშოა? შენ გახსოვს ის ვიდეო, ცნობილი ვიდეო იყო, გოგონას რომ ეკითხებიან ქუჩაში გამლელს ქალიშვილობის ინსტიტუტზე რა სიტყვითო და მე პირადად სიამოვნებით ჩავაბარებდიო, რომ არსებობდეს ასეთი. კარგი, გადავიდეთ ახლა ჩემს თემაზე. დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სოციალიზაცია. გუნა ბიბილეიშვილი, კავშირის სტუდია EDC-ის თავმჯდომარე, გიორგი დემეტრაშვილი, ფსიქოლოგი, დღის ცენტრის პროგრამის ხელმძღვანელი და ქეთი ტრაპაიძე, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი იქნებიან ჩვენი სტუდიის სტუმარი, თუმცა მანამდე ნახეთ ნინი თაქთაქიშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ერთ კონკრეტულ პრობლემაზე ესაუბრებათ. თეოდორა 3 წლის ბაღის მოსწავლეა. პატარას დაუნის სინდრომი აქვს, თუმცა თავის თანატოლებისგან ვერაფრით გამოარჩევთ. როგორც ყველა ბავშვს, მასაც გაუჭირდა ბაღში პირველი რამდენიმე დღის გატარება, მაგრამ მეგობრები მალევე შეიძინა. არსებობს მიდგომა, თუ თავიდანვე ჩართავ ადრეულ განვითარების პროგრამაში, თუ მშობელი არის დაინტერესებული, რომ მისი შვილი კარგად განვითარდეს და თავიდანვე ხელს უწყობს ამ ყველაფერში, რომ მოტორული უნარჩვევები დაძლიოს, შემდეგ ეს წვრილი მოტორიკა განივითაროს, მეტყველება შეძლოს, ავარჯიშოს, ანუ მეც მონდომებული ვარ თავიდანვე და მისთვის ყიდულობ შესაბამის სათამაშო სპეციალ, რომელიც არა მარტო ითამაშებს, არამედ შემეცნებას მიიღებს, განავითარებს და ანუ ესე ვითარდება და მიუხედავად იმისა, რომ თეოდორას პედაგოგებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისადმი განსაკუთრებული მიდგომა არ გააჩნიათ, გოგონას არც მათთან ურთიერთობა გასჭირვებია. პატარები, რომლებსაც დაუნის სინდრომი აღენიშნებათ 3-4 წლის ასაკში იწყებენ საუბარს. თუმცა თეოდორა არავერბალური კომუნიკაციის დახმარებით მარტივად უმკლავდება მეტყველებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. პატარას გონებრივ ვარჯიშში დედა ეხმარება. თეოდორა აწყობს ახლა 3-იან ფაზლებს, 2-იანები უკვე დიდი ხანია დაძლეული აქვს. 3-იანიც დაძლია და უკვე ვცდილობთ, რომ გადავიდეთ 6-იანებზე. განვითარებულია კარგად როგორც მსხვილი მოტორიკა, ასევე ნატიფი მოტორიკა, ანუ კარგად იჭერს ფანქარს ხელში, შეუძლია მარტივი წრეები დახატოს, ხაზები, ანუ რო ვეუბნებით ზედახატე წრეს აკეთოს და ვცდილობს იქ სხივები გააკეთოს. და მოკლედ ესე ვემზადებით ნელ-ნელა სასკოლე ასაკისთვის. დაუნის სინდრომს ავადმყოფობას ვერ დავარქმევთ. შესაბამისად მედიკამენტების დახმარებით მსგავსი პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. მთავარი საზრუნავი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების საკითხია. აუცილებელია პატარებს თანატოლებთან ურთიერთობისა და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეთ, რასაც თეოდორა ბაღში ყოველდღიურად ახერხებს. სტუმრები უკვე შემოგვიერთდნენ, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. თემა ბუნებრივია ძალიან საინტერესოა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ტელემაყურებელი თვალსადენობს ახლა ჩვენ საუბარს. ქალბატონ ქეთი, თქვენგან დავიწყებ. ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად საუბრობთ ბავშვთა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სოციალიზაციაზე. რა მდგომარეობაა თქვენთან ამ კუთხით, ანუ საჯარო ბაღებს გულისხმობს? რამდენად არსებობს თქვათ ინკლუზიური ჯგუფები, სპეცპედაგოგები, ლოგოპედები, რომლებიც მუშაობენ მათთან, რამდენად შედეგიანია და რამდენად საკმარისია ასეთი მუშაობა? მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ეს თემა არის ძალიან აქტუალური და ბუნებრივია ნებისმიერი საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარების მაჩვენებელი განიზომება იმით, თუ როგორი არის დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ და რა მოცულობით შეუძლიათ ამ ადამიანებს მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ მხრივ ბოლო წლებში საკმაოდ სასიკეთო ძრები შეინიშნება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ძალიან ბევრი რამე არის დასახვეწი, განსავითარებელი და ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, რა თქმა უნდა, საზოგადოების წარმომადგენლები, რომ განმოვითაროთ და უფრო დავხვეწოთ ის მიდგომები, რომელსაც საჭიროებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და კონკრეტულად ამ შემთხვევაში ბავშვები.
ამ ხრივ მე მინდა გითხრათ, რომ მუნიციპალურ ბაღებში 2009 წლიდან გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, თბილისის მერიის, გაეროს ბავშვთა ფონდის და პორტიჯის ასოციაციის და ასევე საქართველოს ბიოეთიკის საზოგადოების მიერ გაფორმდა 4-ხრივი მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიდაც განისაზღვრა საპილოტე ბაღები. თავდაპირველად ეს იყო 20 ბაღია, თავდაპირველად იყო 12 ბაღი, შემდეგ მას უკვე მოთხოვნის შესაბამისად დაემატა კიდევ 8 ბაღი და დღესდღეობით 20 ბაღი არის, სადაც არის უკვე ძალიან სათანადოდ მაღალ დონეზე მომზადებული მულტიდისციპლინარული ჯგუფი. და პორტიჯი მუშაობს როგორც მშობლებთან, ასევე ტრენინგს უტარებს პედაგოგებს. მშობლებთან, ასევე პედაგოგებთან და ასევე იმ ბავშვებთან, რომელიც საჭიროებს მათ დახმარებას. გიორგი, როგორც ფსიქოლოგს თქვენ შეგეკითხებით, რა დადებითი მხარეები აქვს, რისთვის არის თქვა კარგი, იგივე თქვა ჯანმრთელი ბავშვებისთვის, როდესაც ერთ სივრცეში არიან, თქვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ორივე მხარეზე რო ვისაუბროთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის რამდენად კარგია თქვა სოციალიზება და თქვა ჯანმრთელი ბავშვებისთვის, ვისაც მსგავსი პრობლემები არ აწუხებს. დიახ, ოჯახიდან დავიწყებდი. ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არანაირი ცვლილება, რომელიც შეიძლება მოხდეს, ხო შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი იბადება, ყოველთვის ოჯახში არის ცვლილებები, ხო, რაღაცა იცვლება ოჯახში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში იყოს ისეთი რესურსები ჩადებული, რომ ოჯახს ეს ძალიან არ დაეთყოს, რაც გულისხმობ ამაში, რომ ნებისმიერ სხვა ოჯახში ესე პირობითად რო ვთქვათ, ხო, ოჯახის წევრები პირველ რიგში ხო სიხარულია, რომ ბავშვი გაჩნდება და შემდეგ უკვე ირჩევენ, რომელ ბაღში წავა, რომელ სკოლაში წავა, რა განათლებას მიიღებს, უფრო აი ესეთ რაღაც გაკვალულ გზაზე ყველას ურჩევს არჩევნის გაკეთება. როდესაც შეზღუდული შესაძლებლობასთან გვაქვს საქმე, იქ უკვე იჭედება ოჯახი და თუ შესაძლებლობა აი აღარ იცის სად წავიდეს, რა იქნება შემდეგ, ესეთ რაღაც არ იცის და როდესაც საზოგადოება თავაზობს სხვადასხვა არჩევანს, მაგალითად იგივე ბაღს, იგივე დღის ცენტრს, იგივე სკოლას, ხო? მაშინ ეს ოჯახი აღარ ხდება ამოვარდნილი იმ ყოველდღიური ცხოვრებიდან და ისიც სრულფასოვანი წევრი ხდება საზოგადოების. და ბავშვებისთვის კიდე რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ყველანი ჩვენ ვსწავლობთ ურთიერთობას და საზოგადოებაც ეს არის ადამიანების რაღაც ერთეული, სადაც ყველამ ვიცით ჩვენი ადგილი, ჩვენი როლი, ვიცით ერთმანეთის გატანა, წესები და ასე შემდეგ. აი ბაღიც არის პირველი ადგილი, სადაც ბავშვები ამას სწავლობენ, ეს თანდაყოლილი არ არის, ხო? რაც უფრო მრავალფეროვანი არის ურთიერთობა, მით უფრო მეტი გამოცდილება გაქვს შენ როგორც პერსონალს და უფრო კარგად აცნობიერებ, რატო უნდა ეხმარო სხვა, რატო უნდა გეხმარო შენ. და ნუ აი ესე შეიძლება მოკლედ განვითარდეს საზოგადოება. აი ეს ურთიერთობებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვებისთვის, ანუ ფსიქოლოგმა, სხვა სპეციალისტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს ძალიან ბევრი რამე შეიძლება ასწავლოს, მაგრამ ერთი რამე უთუღო არის. ბავშვს ისეთ რამეებს ასწავლის, რასაც სხვა ვერავინ ვერაფერს ვერ ასწავლის და აი დღის ცენტრი და ბაღი არის ის გარემო, სადაც აი ბავშვები ერთმანეთს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს ასწავლენ. ხალხთანგუნა, დედებთან რამდენად ხდება მუშაობა? აი, როდესაც დედა სამშობლოში იგებს, რომ მას ყავს ინვალიდი შვილი. აი, საწყის ეტაპზე მათთან რამდენად ხდება ურთიერთობა, თქვათ იგივე ფსიქოლოგების, აი, პირველი სტრესის მოსახსნელად თუნდაც. იცით რა, მე მოგესალმებით პირველ რიგში, მე გახლავართ პირველი მშობელთა ორგანიზაციის დამფუძნებელი, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ძალიან ადრე, ეს იყო 98 წელს და წარმოიდგინეთ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დრო გავიდა ჩვენი დაფუძნებიდან და ქვეყანაში ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამე სასიკეთოდ შეიცვალა, ამ მიმართულებით არ ხდება სათანადო მუშაობა. მე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვამბობ, რომ ბევრი მშობელი ჩვენ მოგმართავს. ძირითადად მაინც რა პრობლემები აქვს? იცით რა არის, ძალიან ხშირ შემთხვევაში ამ მშობელმა არ იცის თუ რა პრობლემას ეჯახება. არიან ალბათ სამშობიაროები, ერთეული შემთხვევები, სადაც ხდება მუშაობა მშობლებთან, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევები რეალურად სიტუაციას ვერ ცვლის. დღესაც კი, როდესაც ჩვენ უკვე 20 წელია ამ პრობლემაზე ვმუშაობთ და ძირითადი ჩვენი სიძლიერე არის ის, რომ შევძელით შეგვექმნა მოძრაობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დასაცავად 28 ორგანიზაცია ვართ გაერთიანებული ერთ კოალიციად და ეს დამეთანხმებით ძალიან დიდი ძალაა. მაინც მოდიან მშობლები და ამბობენ იგივეს, რაც იყო 20 წლის უკან პრობლემა, რომ მათმა არ იციან რას ეჯახებიან ცხოვრებაში. როგორ უნდა იმოქმედონ და როგორ უნდა მოუარონ საკუთარ შვილს. ამიტომ დამეთანხმეთ ეს არის ყველა ახალგაზრდა დედისთვის ძალიან სტრესული სიტუაცია. ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენი ეთერის მეშვეობით მივაწვდინოთ ხმა მთავრობას, ასევე გავერთიანდეთ
პედიატრებთან ერთად, თუნდაც პედიატრების ასოციაციასთან, ასევე ძალიან კარგი იქნება, რომ რაღაცა შევიმუშაოთ ერთობლივი სისტემური მიდგომა. წარმოიდგინეთ, ჩემთან იყო სულ ახლახან ახალგაზრდა გოგონა, ახალბედა დედა და მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ 3 წლის ამისი შვილი და მან კარგ ახანს არ იცოდა თუ რა პრობლემასთან ჰქონდა საქმე, მის შვილს აქვს დაუნის სინდრომი და მხოლოდ სულ ცოტა ხნის უკან 6 თვის უკან გაიაზრა, უთხრა ერთ-ერთმა პედიატრმა, რომ ეს დაავადება არ ინკურნება. მას ეგონა, რომ ეს დაავადება ადრე თუ გვიან განიკურნებოდა და აი ამ პრობლემას როგორღაც ეს მოაგვარებდა. სინამდვილეში მშობლებმა უნდა ისწავლონ ამ პრობლემასთან ერთად ცხოვრება. ეს გულწრფელად გითხრათ, ჩემი დიშვილის პრობლემა, ჩემი ოჯახის პრობლემა, მე ასე მოვედი ამ სფეროში და იცით, ბავშვები უნდა მივიღოთ ისეთები, როგორიც ისინი არიან. დედობა ეს ისეთი ბედნიერებაა, რომ არ უნდა ვეცადოთ ჩვენი შვილების შეცვლა. უბრალოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება მათთან ერთად და თუ არ დავეხმარეთ ამ ახალ ბედა-დედებს და ახალგაზრდა გოგონებს, რომლებმაც არ იციან თუ როგორი ცხოვრონ აი ამ სიტუაციაში, ალბათ ეს მართლა სისტემური პრობლემა არის და ალბათ თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელია ის, რომ ამ ადამიანებს უფრო მეტი დავეხმაროთ და მეტად დავუდგეთ გვერდით. ასევე გქონდა კეთი მინდა აი მერის გასაგონათაც თქვა ესეთი შემთხვევები, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მე ვიცი თვითონ ჩვენ საბჭო ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით შექმნილია მერიასთან და მე კარგად ვიცნობ ამ პრობლემას, რაც შეეხება ბაღებში ინტეგრირებას, ვიცი როგორ დიდი ძალისხმევას ახორციელებს როგორც სპორტრიჯის ასოციაცია, ასევე პირველი ნაბიჯი, მაგრამ დამეთანხმეთ არის ესეთი შემთხვევები, როდესაც ბაღის გამგები მიუხედავად ამისა უარს ამბობენ. ამიტომ ჩვენ ალბათ საზოგადოებასაც უნდა მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია და ვუთხრათ, რომ არ არიან ეს ბავშვები საშიშები და არ არის ამ ბავშვებთან ერთად ცხოვრება ისეთი რთული, როგორც თქვენ გონიათ. ამ გოგონას უთხრეს, რომ ვერ მიიღებენ მის შვილს ბაღში, მიუხედავად იმისა, რომ ეს დატრენინგებული ბაღია, იმიტომ რომ არ აქვთ ამისი რესურსი. და იქნებ უთხრეს ახალგაზრდა დედას, რომ მას აეყვანა ძიძა. წარმოიდგინეთ ახლა ეს როგორი სერიოზული დარტყმა ახალგაზრდა ოჯახისთვის და მისი ბიუჯეტისთვის. აქვს საჯარო ბაღს, მის დირექციას, ადმინისტრაციას იმის უფლება, რომ აი ასეთი პრობლემის მქონე მშობელს ბავშვს უარი უთხრას. და რა შემთხვევაში შეიძლება მსგავსი რამ? იცით, როგორი სიტუაცია არის, თუ ბავშვი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ნუ იქ არის ცერებრული დამბლა და ესეთი დიაგნოზები ზოგჯერ, როდესაც ვერ ხერხდება ბაღში მისი გაჩერება და ადაპტირება სხვებთან და ამ შემთხვევაში ბაღი ვერ იღებს მას, მაგრამ აი რა დაავადებებია, რომლის შემთხვევაშიც თქვა, შეიძლება რომ ბავშვმა იაროს საჯარო ბაღში და რა შემთხვევაში რა? უფრო მსუბუქი ხასიათის დაავადებები, როდესაც მას აქვს უნარი, რომ ვინ განსაზღვრავს ამას? ამას განსაზღვრავს სპეციალისტი, რომლის დასკვნის საფუძველზე ფორმა ნომერი 50 არსებობს, რომელიც უნდა წარადგინოს ბაღში მშობელმა, როდესაც მიყავს ბაღში ბავშვი და აი ამ დასკვნის საფუძველზე ბაღი უკვე იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის ჩარიცხვის თაობაზე ბაღში, მაგრამ ბუნებრივია, მე გეთანხმებით, არსებობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პრობლემაც და ის პრობლემა, რომ ზოგიერთი მშობელი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არის ასეთი შემთხვევები, რომ წინააღმდეგი არის, რომ მისი შვილი დაუშვათ ბაღში დადიოდეს. აი გიორგის ვთქვით, რა მიზეზით შეიძლება იყოს თქვა მშობელი წინააღმდეგი, როდესაც მიშვილთან თქვა ერთად ზის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. ინტეგრირებული სწავლება ხომ პირიქით თქვა აი იმ ბავშვებისთვისაც ძალიან კარგია, ვინც თქვა ვისაც თქვა არ აქვს ეს პრობლემა, ხომ? რა თქმა უნდა. სხვანაირები იზრდებიან, როცა უწევთ ზრუნვა ასეთ ბავშვებზე, თანაკლასელებზე. ანუ თქვა თვალ ქუჩაში რომ მოხდება ეს ბავშვი, თითიც საჩვენებელი არ იქნება, თქვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, ხო ის მისი მეგობარი იქნება, მან იცის უბრალოდ როგორ შეიძლება მასთან ურთიერთობა და რაღაც ზრუნველობითი მომენტის აღებაც არის ალბათ საკუთარ თავზე, გაცილებით ჰუმანურები წელი და გაცილებით უფრო ჰუმანურები არიან ალბათ. აი ამ 10-15 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი გაკეთდა, ხო, ამ კუთხით, იგივე ადაპტაცია რომ მოხდეს ბავშვების გარემოსთან. ეს პრობლემა როგორც ჩანს ბოლომდე მოგვარებული მაინც არ არის დღეს.
ეს მუდმივ მოქმედ ეს მუდმივ ვითარდება ან ყველა ქვეყანაში ვითარდება ეს კი და ანუ განათლება როგორც ესეთი ყველგან პრობლემა არ და ყველგან განიხილავენ ეს არის რომ ერთხელ რაღაცას გადაწყვიტავ და იქ მოგვარებულია რაც თქვენს შეკითხვას რო დავუბრუნდეთ პირველი არის შიში და იმის არ ცოდნა თუ ზოგადად რა იგულისხმება გინდათ ინკლუზიურ განათლებაში გინდა ინტეგრებულ სწავლებაში მოდით ეს შიში მოუხსნათ ახლა ჩვენს ტელემაყურებელს რა შიში შეიძლება იყოს საუბარი ასე ერთბაშად ალბათ ძნელია აი ეს ერთჯერადად ესე ბრივი არა მაგრამ რაღაცა საერთოდ აი მაგალითად ესე ვიტყოდი რომ 90-იანი წლები რო ავიღოთ, მაშინ საქართველოში საერთოდ არაფერი არ ვიცოდით. ძალიან ცოტა იყო იმის მაგალითი, თუ რა შეიძლება რომ გაკეთდეს. კი, საერთოდ ეს თემაც არ განიხილებოდა და იგივე ჩვენც ვინც ვიყავით შეკრებილები, ხა ჩვენ წარმოდგენა არ ქონდა თუ რა არის და როგორ არის. დღევანდელი გადასახედიდან უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში დაგროვდა წარმატებული მაგალითები, დაგროვდა პრაქტიკა, დაგროვდა ეს ხალხი, ვინც უკვე იცის რა შეუძლია გააკეთოს და როგორ შეიძლება გააკეთოს. ამ შიშს ერთ-ერთი მშობელი, როდესაც ჩვენ იგივე ბაღებთან ურთიერთობა და სკოლებთან პირველ რიგში ვიწევთ ხოლმე ასევე თვითონ მშობლების შეკრებასაც და ჩვენი მიზანი ყოველთვის არის რომ არ იყოს გაყოფა ესე ანუ ყოველთვის ჩვენი ბავშვი აღიქმება ხოლმე როგორც დამატებითი ანუ ვერასდროს ვერ ახერხებ რომ მთლიანად გუნდზე იყოს ბავშვების კლასზე იყოს ორიენტირება არის ყოველთვის +1 და ჩვენ ამის თქმაგინო +1 ესეთ რაღაც არ არსებობს ანუ ყველა ბავშვი არის და ერთ-ერთი მშობელმა რაც გარკვეული ტრენინგების რაღაც შეხვედრების შემდეგ ესე შეაჯამა რომ მან თქვა რომ თუ ეს მასწავლებელი მოახერხებს ამ ბავშვის ჩართოს სასწავლო პროცესში, ესე იგი ჩემი ბავშვი უფრო ჩაერთვება და ამიტომ მე ვარ თანახმაური რომ ეს ბავშვი აქ იყოსო და აი ამ კუთხით ჩვენ მანდ არ გვიფიქრია, მაგრამ ესე შევხედეთ. ნამდვილად ეს არის. თუ გვინდა რომ ვიყოთ კარგი საზოგადოება, ყავდეს წარმატებული ხალხი ამ საზოგადოებაში, მაშინ უნდა ვიფიქროთ ყველა ბავშვის განათლებაზე და ეს ყოველთვის ფორმაში ამყოფებს მასწავლებელს. და იგივე სპეციალისტებს. შეფასება ყოველთვის კარგი არის და ვამბობთ რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ შეფასებები ანუ რაღაც ქაღალდი არ უნდა იყოს გადასაუწყო არ უნდა მიწვიტავდეს მე ცხოვრების განსაკუთრებით ბაღში რაღაცა ცხოვრების რაღაც მნიშვნელოვან ეტაპს რომ რაღაც აი 9 საათიდან 1 საათი ხო სპეციალისტმა შემაფასა და მე უცებ გადამიწვიტეს რომ შენ ბაღში არ იგი და რა ვცადეთ იმ ბაღში ეგება რაღაცა არის შესაძლებელი ეგება მასწავლებელმა უნდა შეცვალოს რაღაც ეგება ვიღაცა უნდა შეცვალოს რაღაც და ამბავს შეუძლია ამის კეთება ჩვენ ამას იმიტომ ლაპარაკობთ რომელთა ჩვენი დღის ცენტრი ხო ემსახურება ბავშვებს ვისაც ხები ვერ ემსახურებენ შეიძლება იყოს ქცევის პრობლემები, შეიძლება იყოს რაიმე სახის აშლილობა, მაგრამ აი ამ ბავშვებთან მუშაობა მე გვანახა როგორც კი ცვლი გარემოს, როგორც კი გაქვს მონდომება, გამოცდილება, მაშინ შეიძლება რომ გაგიკვირდეს თუ მე რამხელა რაღაცის შეცვლა შეგიძლია და იმ მშობლების გასაგონად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით დღევანდელი გადასახედიდან უმრავლესობა მშობელი უყურებს ამ ბავშვს და თulis რომ ის რაღაც ან საგანს ისრის ან ყვირის ან რაღაც მოკლედ არ იქცევა ისე როგორც სხვა ბავშვები იქცევიან თვლიან რომ ეს იმიტომ რომ ისინი არიან შეზღუდულ შეძლებს მაგრამ აი თითოეული ადამიანი დაფიქრდეს შენ რომ 5-6 წელი სულ სახლში იყო იმიტომ რომ სერვისი არ არის არ გქონდეს შეხება ადამიანებთან გარდა მაგალითად მშობლების რა უნარები გაგივითარდა მე რამდენადაც მახსოვს ძალიან სერიოზული ბრძოლა იყო იმ ტერმინების წინააღმდეგ, რასაც მსგავსი პრობლემის მქონე ბავშვების დასახასიათებლად იყენებდნენ ხოლმე. ეს რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალა ეს ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიტყვას აქვს ძალა. და ის თუ შენ როგორ დაიწყებ გინა ბავშვთან, გინა საკითხთან, რა სახელს დაარქმევ, რა ქუდის ქვეშ გაერთიანებ, ეს გადაგიწყვიტო შემდეგ მე. ძალიან ხშირად გვეშლება ხოლმე. აი ეს შეგვიძლია რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რას ვეძახით ამ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ალბათ. და არავითარ შემთხვევაში უნდა შეზღუდული როგორც ხშირად ჟურნალისტები ამბობენ. არ ვამბობთ, რომ ეს ძალიან კარგი ტერმინია, ჩვენც არ ვართ მაყოფილები, მაგრამ ვამბობთ, რომ ანუ ამის დახვეწა შესაძლებელია. რა თქმა უნდა, და ეს გამოცდილებაში უნდა ნებისმიერი ხელოვნური ტერმინი ძალიან ძნელად შემოდის საზოგადოებაში. მაგრამ ესეთ რამეს ვამბობ, რეალური საგანმანათლებლო. ესეც შეიძლება. უნარჩვეული ტერმინი. მეგონი ეს ბაღში არ გამოიყენება. კი, არ გამოიყენება. ეს არის საგანმანათლებლო პროცესს მოიცავს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები, მქონე ბავშვი, ეს არის ტერმინი, რომელიც სკოლაში გამოიყენება და შეზღუდულ შეძლებს მქონე პირი ან ბავშვი, ეს არის რაც გამოიყენება სკოლამდელში ან ზოგადად. რატომ ესე? აი ადრეულ ასაკში გაწეული რეაბილიტაცია სახელმწიფოს მიერ დახარჯული ხარჯები ალბათ გაწეული თანხები ალბათ მეტ ეფექტს
იძლევა, ხო ასეა? რა თქმა უნდა, სწორედ ამაშია საქმე და მე ვთხოვდი რქეთის როგორც მერის წარმომადგენელს, რომ იქნებ უფრო მეტად გააქტიურებულიყო ეს ჩვენი ერთობლივი ზრუნვა. მერეს უფასო პროგრამებიც აქვს, ხო, იგივე დასვენების კუთხით. აქვს ერთი კონკრეტული პროგრამა, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების 20 წლამდე მოზარდები არიან ამ პროგრამის ბენეფიციარები საკურორტო სამკურნალო რეაბილიტაციას. ეს არის პროგრამა, რომელიც რამოდენიმე წელია უკვე არსებობს და იგივე ბორჯომში, ურეკში, ესეთ კურორტებზე დააყავთ მოზარდები და იქ ხდება მათი რეაბილიტაცია, მაგრამ გარდა ამისა მე მინდოდა ალბათმა გუნამ რაც ძანა ამასთან დაკავშირებით, აი ამ საბჭოსთან დაკავშირებით, რომელიც მერიაში ფუნქციონირებს, ეს საბჭო ფუნქციონირებს უკვე წლები არის და მისი ხელმძღვანელი არის სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ბატონი მამუკა კაცარავა. ბოლო 10 თვის განმავლობაში ეს საბჭო გარკვეული მიზეზების გამო ფუნქციონირებდა შეფერხებით, მაგრამ სექტემბრიდან ძალიან აქტიურად განახლდება ამ კომისიის მუშაობა. ეს არის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პროგრამებზე მომუშავე კომისია. და ძალიან მოკლედ გაგეგმები გაქვთ. ეს არის გეგმები, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. იქ ჩამოყალიბდება ხედვა, როგორი უნდა იყოს თვითმმართველობის დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დაფინანსების და მათი სოციალური ადაპტაციის საქმეში, განისაზღვრება პრიორიტეტები და შემდეგ ამ პრიორიტეტებს უკვე სოციალური მომსახურების და კულტურის სამსახური განახორციელებს აი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მაგრამ ეს არ იქნება მარტო ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესზე მორგებული. ეს იქნება მასშტაბური ზოგადი ხედვის საფუძველზე შექმნილი უკვე სადაც აქტიურად ჩაერთვება და შესაბამისად ეს საპილოტო პროგრამაც რომელიც ბაღებში ფუნქციონირებს დაიხვეწება თვალების. რა თქმა უნდა, ამას დრო ჭირდება, რაც გიორგიმ ბრძანა, სწორედ ამ ცნობიერების ჩამოყალიბებას დრო ჭირდება და შესაბამისად ჭირდება ალბათ ნებისმიერ ჩვენთაგანმა უნდა გავიაზროთ ალბათ რაზეა საუბარი და როგორ უნდა მივუდგეთ ამ საკმაოდ პრობლემას. დავამატებდი მე რომ იცით რა, კეთი თქვა რომ ამას დრო ჭირდება და თაობები ჩემო მეგობრებო და კოლეგებო იზრდებიან და მათ დღეს ჭირდება და ისინი დღეს ცოცხლობენ და იმათ დღეს ჭირდებათ ეს მომსახურება. ამიტომ ჩვენ ვერაფრით ვერ დაველოდებით, ცხოვრება მიდის. მე ვფიქრობ რომ გადასახედია თვითონ მერის პოზიციაც. იცით ეს ჩვენი ორგანიზაცია იყო ამის ინიციატორი, როდესაც ჩვენ საბჭო შევქმნით, ვინც მერიასთან თანამშრომლობდა, ეს ორგანიზაციები შევიდნენ საბჭოში და ყველა სამსახურის უფროსი. მე ძალიან ამაყი ვარ, იმიტომ რომ ამ ინიციატივამ ძალიან ეფექტურად იმუშავა, თუმცა გასაგები პოლიტიკური სიტუაციის გამო ეს ბოლო 10 თვე ნამდვილად არ შეკრებილა ეს საბჭო, მაგრამ მე მინდა ვისარგებლო ისევ ამ ეთერით და ძალიან ვთხოვო თბილისის მერიას, რომ იქნებ გადავხედოთ თუ რამდენად ეფექტურად იმუშავა იმან, რომ ბაღების რესტრუქტურიზაცია მოხდა თავის დროზე. დღეს არის მართლა შემაშფოთებელი სიტუაცია, თქვენ იცით, რომ არა თუ მარტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ზოგადად ბავშვები არიან ამ სისტემის მიღმა დარჩენილები. მისასალმებელია, ძალიან მიხარია როგორც რიგით მოქალაქეს ის, რომ ბაღების მომსახურება უფასო ხდება სექტემბრიდან, მაგრამ რა ქნას იმ დანარჩენმა საზოგადოებამ? ჩვენ მუშაობთ ძირითადად სოციალურად დაუცველ ნაწილთან და წარმოიდგინეთ ოჯახებს, რომელსაც ყავს ზოგ შემთხვევაში ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვიც კი სად უნდა წაიყვანონ, როდესაც მესამე ბავშვია ესეთი ბაღის ასაკის. ძალიან რთული სიტუაცია. სამწუხაროდ ჩვენთვის გაგრძელი დრო ამით ამოიწურა, წარმატებებს გისურვებთ. ამ თემაზე ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევიკრიბოთ მოგვიანებით და ვისაუბროთ. ჩვენთან ერთ ახლა რეკლამის დროა. დიდი მადლობა. მადლობა. გიბრუნდებით, ცხელი შუატყი პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას. სიმონ გორელაშვილი, სუჯოქ თერაპევტი, ექიმია, ჩვენი სტუმარი დღეს. საუბრობთ თემაზე, რომლის შესახებაც მე პირადად აქამდე არაფერი ვიცოდი და სწორედ თქვენთან აი რეკლამის დროს საუბრობდი და ძალიან ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. მოდ ორი სიტყვით თქვათ რა არის სუჯოქ თერაპია? და შემდეგ უკვე მივყვეთ დანარჩენ საკითხებს. კი ბატონო. უპირველეს ყოვლისა მე მინდა მოვესალმო ჩვენს ტელემაყურებლებს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ესეთი ინტერესი არის სუჯოქ თერაპიის მიმართ. სუჯოქ თერაპია, ანუ მისი ისტორიადი იწყება მის მერე, რაც სამხრეთ კორეელმა პროფესორმა, 13 აკადემიის აკადემიკოსმა მის სახელს ატარებს ახლა ერთ-ერთი ვარსკვლავი პაგჯევომ აღმოაჩინა, რომ ჩვენი ხელის მტევანი წააგავს ჩვენს სხეულს. რა თქმა უნდა, დღეს უკვე ბევრმა იცის საქართველოში
ეს მეთოდიკა ბევრს გაუგია, ბევრს უმკურნალია კიდევაც, მაგრამ მე მინდა უბრალოდ შეგახსენოთ თქვენ. აი ესე პირდაპირ რომ შეხედავთ ჩვენს ხელისმწევანს, ძალიან ძნელია რომ ჩვენ წარმოვიდგინოთ რომ წააგავს ადამიანის ხელს. თუმცა ეს ყოფილა თავი, როგორც კი, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ჩვენ წარმოვიდგინთ რომ აი ამ თიც, სერათიც 154 გრადუსით ამოვწერთ აგერ მაღლა აქ. თითებსაც მივწევთ, მოვწევთ კი, არა, ნუ წარმოგენის სახით, მაშინ აი ეს სერათითი ვინაიდან შეიცავს ორ სახსარს, სულ ორ სახსარს, წარმოადგენს თავს და კისერს, ესე იგი ეს არის ჩვენი თავი, აი ეს ჩვენი დისტალური ფალანგა, ეს კი გახლავთ კისერი, მაშინ აი ეს ნაწილი, ანუ ტენარი, გახლავთ ჩვენი გულმკერდის ნაწილი, ეს იქნება, ესე იგი ხელისგული, იქნება ამ შუაში, ეხლა ამჟამად როგორც წარმოდგენილი, როგორც აბდომენი, ანუ ჩვენი მუცლის ღრუ, თითები კი იქნება კიდურები. შეხედეთ ეხლა. აი და ნემსის სწორ ადგილას ჩხლეტით ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი რამ გავმკურნოთ, თუ როგორ არის საქმე? ეცით როგორ არის? მარტო ერთი ჩხლეტით ეს არ ხდება. რა პროცედურებია საერთოდ და აუცილებელი არ არის რომ ნემსი ვიხმაროთ. თავარია შეიძლება ვთქვათ მასაჟის მოქმედებს უკაცრავად ცოტა ხანი მადროვე და მე ვეცდები რომ აი ესეთნაირად ჩამოვყალიბდე. ესე იგი, საქმე იმაშია რომ ეს უკვე გახლავს ჩვენი კიდურები, ხო? მაშასთანავე ჩვენი ხელი შეესაბამება ჩვენს სხეულს. ეხლა, რა თქმა უნდა, ეს არის თავი, კისერი, ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, გულმკერდი, მუცლის ღრუ და კიდურები. ეხლა, ჩვენ შეგვიძლია ტოპოგრაფიულად ჩვენი ორგანოები, ანუ სხეულის ნაწილები, გადავიტანოთ ჩვენს ხელის გულზე. ეხლა, თუ მაგალითად ადამიანს უჩნდება რაღაცა პრობლემა, მაშინ ხელის გულზე აგრეთვე ფეხის მტევანზე, იმიტომ რომ მე მინდოდა მეთქვა რა არის სუჯოქთერაპია, სუ თვითონ სიტყვა სუ კორეულ ენაზე ნიშნავს ხელის მტევანს, ჯოგი კი ფეხის ტერპს. ეს იმის გამო დაარქვა პროფესორმა პაგჯეევომ ამ მეთოდს ესეთი სახელწოდება, რომ მან აღმოაჩინა ესეთი მსგავსება. და თუ ჩვენ რაიმე პრობლემატიკა გვაწუხებს, მაშინ აი ამ ხელის გულზე, ხელის მტევანზე ჩნდება აგრეთ წოდებული კორესპონდენტული, ანუ შესატყვისების წერტილები, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიკვეთება, უფრო მაგარია და ძალიან მტკივნეულია. მაგალითად, თუ ადამიანს აწუხებს თავი, აი თავის ტკივა, ხო? დიახ. საკმარისია, რომ ჩვენ გვაქვს აგრეთ წოდებული დიაგნოსტიკური ჯოხი, აი ესეთი ჯოხია, ამას საკმაოდ ბლაგვი თავი აქვს, ნუ სხვადასხვა ზომის ჯოხები გვაქვს ჩვენ ეს, ძალიან საინტერესოა, სხვადასხვა სისტემებიც გვაქვს ჩვენ, აი ეს მაგალითად უნივერსალური ჯოხია. შეხედეთ, თუ ჩვენ დავაწვევით, აი აქ ზამბარის, ესე იგი, ზამბარაუდებს შიგნით და ზეწოლა ყოველთვის ხდება ერთი და იგივე ძალის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ეს იყო სპეციფიური საკითხია. აი მე გვინდოდა რომ აქვე ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი. აი დიდხანს ვიფიქრეთ რა გვაწუხებს და ვერ მოვიფიქრეთ. ნუ თავის ტკივილი ხანდახან. კი ბატონო. ეხლა მე ზოგადად თავხსნი და მე უკვე დრო არ იცდის და მაგიტომ მინდა რომ პარალელურად იქნებ ხო? პარალელურად. ესე იგი თუ ადამიანს აწუხებს თავი, ჩვენ ვიცით რომ თქვათ ჩვენი შესატყვისების წერტილი მდებარეობს აგერად, ჩვენ ვიწყებთ ნელ-ნელა ზეწოლას აგერად და სადაც მტკივნეული წერტილი იქნება, ეს წერტილი შეესაბამისება ზუსტად იმ ტკივილის კერას, რომელიც აწუხებს. საკმარისია რომ 5 წამით რომ ჩვენ დავამასაჟოთ ეს წერტილი და ტკივილი მომენტალურად გაიგებს. და ნემსის ჩხლეტა ამ შემთხვევაში რა შუაშია? ეცეთ რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ ადამიანს შეიძლება კონდეს მწვავე ტკივილი. ეხლა ცოტა ხანი და მაგრამ არაფერი არ კარგი გეძიცვალე. ეხლა შეხედეთ. ზოგადად გამოჯანსაღებელი ფუნქციები არსებობს. ეხლა შეხედეთ.
ესე იგი მე ვთქვი რომ ჩდება აგრეთ წოდებული კორესპონდენტული წერტილი. თუ ეს მწვავე დაავადება ეხლა მოხდა. ეს წერტილი არის შარმჟავა. გამიგეთ, რომელიც არის საკმაოდ იკეთებს აპკას და საკმაოდ რბილია. ამ ზეწოლით ჩვენ ეს კორესპონდენტული წერტილი შეგვიძლია გავაკროთ. მაშინ სამკურნალო სიგნალი და ავტომატურად ხრება ის პრობლემაც, რაც გვაქვს. კი, რა თქმა უნდა, თუ არ არის ეს ისეთი პრობლემა, თქვა თუ მოთაშობობა ის არ გამთელდება რა თქმა უნდა. ხორბლის მარცვლებით რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ცოტა ხანი, შეიძლება ბადრავოთ ცოტა ხანი. ვიცი რომ ძალიან ჩქარო. ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი მოვასწროთ, იმიტომ რომ დიდი დრო არ აქვს. ამიტომ, ესე იგი, თუ მწვავეა დაავადება, ზოგჯერ საკმარისი არის, რომ ჩვენ ავდგეთ და აი ესეთი დიაგნოსტიკური ჯოხით მოვახდინოთ ზეწოლა. მაგრამ რაც დრო უფრო მეტად გადის, დაავადება უფრო ვითარდება და ეს შარდმჟავა, რომელიც თქვი მე აგერ აქ, რომელიც გროვდება, ნელ-ნელა კრისტალიზირდება. ჩვენ შეგვიძლია აი ხელით ვიგრძნოთ, სად გვაქვს პრობლემა, ხელის გულის მიხედვით. ხელით ვერ იგრძნობთ ამას. არსებობს სპეციალისტმა უნდა გითხრას. იცით რა არის? არსებობს აგრეთ წოდებული დიაგნოსტიკური ჯოხი. აი ჩემი ხელი და იქნებ ნახოთ. არის დაავადებები, რომელიც აი ამ ჯოხით არ განიკურნება, ჩამონათვალი არ რა თქმა უნდა. აი მაგალითად წნევა. აი უპირველეს ყოვლისა, ცოტა ხანი. აი უპირველეს ყოვლისა მე მინდა ჩავატარო დიაგნოსტიკა. ხელის მტევანი, ისევე როგორც ადამიანის სხეული, წარმოადგენს ჰოლოგრაფიულ სისტემას. და აი ამ ხელის გულზე, ხელის მტევანზე ჩვენ გაგვაჩნია ძალიან ბევრი სისტემა. გამიგეთ? მე ვირჩევ ყველაზე მარტივ სისტემას ახლა იმისათვის რომ ჩვენმა მაყურებლებმა და თქვენც ეს გაიგოთ, ეს არის ძირითადი შესატყვისების სისტემა. როცა ეს არის სიცოცხლის ხაზი, გახლავთ ეს ხაზი. სხვათა შორის შეესაბამება აი ამ სისტემაში დიაფრაგმასაც. ახლა მე ვიწყებ დიაგნოსტიკას. ეს მეთოდი არ არის. მე ეს ხაზი მეგონა ეს პატარა. არა, აი ეს ხაზია შვილი. აგერ აი ეს ხაზი. კი, დიდხანს. ახლა ვიწყებ დიაგნოსტიკას. მაინტერესებს, რა მდგომარეობაში აქვს მაგალითად იგივე ფარისებრი ჯირკვალი. არ უყურებ მე ამას. აგერ აქ, თუ აქ ეს ტკივნეული არ არის, ესე იგი პრობლემა არის. თუ აქ, ესე იგი, აქ მაგალითად ადამიანი მტკივილს გულს გდობს, ეს შეესაბამება გულს. გამიგეთ? გულიც მტკივა. და ყველაფერი მტკივათ. აღმოჩნდა. მაგრამ ესე არ არის. აი, იცით რა არის? საქმე იმაში, რომ ამ მეთოდს გააჩნია გარკვეული სპეციფიკა. რა თქმა უნდა, პრაქტიკული შესწავლაც აუცილებლად უნდა იყოს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ცოტა ხანი ვიცოდეთ, ცოტა ხანი თქვენ ძალიან ჩქარობთ, იცი რომ ეჩქარებთ. მაგრამ კი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უნდა განსაზღვროთ ის, რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური. და ტკივილის ზღვარი ყველას გვაქვს სხვადასხვა. ამიტომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი პაციენტის ტკივილის ზღვარი. ესე იგი, ამ შემთხვევაში რა მაგალითად, ნუ მე ახლა ვიცი, ნუ ყველაფერი ტკივა არ არსებობს. ყველაფერი ტკივა არ არსებობს. რა ორგანოზეც თქვა, რომ შემაწუხებელი იყო. ამიტომ ეს იმას ნიშნავს, რომ მე ძლიერად დავაწექით. აი ხო ადამიანი უჩივის გულს. ადამიანი უჩივის გულს, ხომ? მე ვიცი რომ გულის შესატყვისებელი წერტილი მდებარეობს აგერ აქ. უშუალოდ ამ წერტილზე არ უნდა წავიდე პირველად. უცოტა ახლოს, ირგვლივ, აი ვაწვევი. გტკივათ არა. ეხლა უფრო გვერდზე ვაწვევი, ცოტა ძლიერად გტკივათ? არა. ეხლა გტკივათ? კი. ესე იგი, ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ესეთი ზეწოლა არის მისი ტკივილის ზღვარი. ამიტომ უკვე აი ესეთი არ უნდა დავაწვე, იმიტომ რომ ყველგან ეტკინება. ახლა მე მივდივარ, აგერ იგივე ზეწოლით უკვე უახლოვდები ამ შესატყვისების წერტილს, მივუახლოვდით გულს. არა გული არ აწუხებს.
კი მომანდ. მართლა კი ვარ. აბა სხვა ორგანოები შეუმოწმოთ. კარგით, მაშინ მე გადავალ სხვა. მაშინ კი ბატონო. ნუ აი მაინტერესებს ფილტვები, ხო? მაგალითად აი ფილტვები კარგად მექნება, არა წავით. ნაღლის ბუშტი. კარგია. აგერ არის აი ესე მიყავია ხელი, ხო? ეცით რაშია საქმე იმაშია, რომ ნაღლის ბუშტი და გვიძლი. კი ბატონო. აი შეხედეთ ახლა ეს თქვენ მომაწოდეთ მარცხენა ხელი. აი ეს ხართ ახლა თქვენ. ნაღლის ბუშტი რომელ მხარეს მდებარეობს, მარცხენა თუ მარჯვენა? გამოცდაზე. აბარა. მარცხნივ. არა, კენეცვალე, მარცხნივ მდებარეობს რა, ელენი. მარჯვენა, რა თქმა უნდა. აი შეხედეთ, სწორ ექენი თქვენ, იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს ეხლა ცერათითი ეფარება, გამიგე და ელენთას ვერ შეამოწმეთ, რა. აი აგერ მდებარეობს თქვენი ღვიძლი. ისე ორივე ხელი შეგვიძლია გამოვიყენოთ? კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ორივე ხელი, ორივე ფეხი და სულ თითები. ეხლა თუ ჩვენ გვაინტერესებს ნაღლის ბუშტი, აი აქედან შეგვიძლია 90 გრადუსიანი ასეთი მედიანა გავავლოთ და აი ამ გადაკვეთაზე მდებარეობს ნაღლის ბუშტი. ეხლა თქვენ თქვა ძირითადი ორგანოები მაინც მარჯვენა მხარეს არის, მხოლოდ არა. მომისმენთ გინდა. კეთის რამენებს გაუკეთეთ. რამენებს? რაღაც ცუდად მოიქცა. კი ბატონო, პრობლემა არ არის, ჩვენ ეს შეგვიძლია. აი ახლა მე მაინტერესებს რომ შევამოწმო ნაღლის ბუშტი. ეხლა ნაღლის ბუშტი შეიძლება იყოს სხვადასხვა პათოლოგიები, ხომ შეიძლება თქვა იყოს კენჭის გავა იყოს, მაგალითად სადინრებში, ხომ შეიძლება მაგალითად იყოს ანთებითი პროცესი, ანუ შეიძლება კედელი იყოს გასქელებული, ანუ ნაოჭი იყოს, გამიგეთ? ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ ამ ჯადოსნური ჯოხით, თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ. აი თქვენ განსაზღვრეთ. მაგრამ ამისათვის შემდეგ რას აკეთებთ? თუ ეს თქვენს კომპეტენციაში შედის, როგორც სპეციალისტის კომპეტენციაში, მე უკვე იწყებთ კურდალობას. რა თქმა უნდა. ამავე მეთოდები? კი ბატონო, შეიძლება ამ მეთოდით ხორბლის მარცვალმა დამაინტერესა კიდევ. კი ბატონო. ხორბლის მარცვალსაც იგივე დატვირთვა აქვს, ხო ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში ხორბლის მარცვალს სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ პრინციპში ორი წუთი დაგვრჩა, უნდა გაგაფრთხილოთ და მინდა რომ მოვასწროთ. ყველაფერი მოვასწროთ, რაც დაგვრჩა. აი 2 წუთში, რა უკვე ჩვენ 18 წუთია ვლაპარაკობთ. კარგი გენცვალე, ესე იგი ხორბლის მარცვალს ვაწებებთ აგერ აქ. დიახ. ამ შემთხვევაში ან ხორბლის მარცვალს, ან ვაყენებთ აქ ნემს და ლოკალური ტკივილის მოხსნა შეიძლება. მაგრამ თუ ეს ქრონიკული დაავადების მკურნალობაზეა დამოკიდებული, მაშინ უნდა შეიქმნას გარკვეული ნემსების კომბინაცია. აუცილებელია. აი ახლა მაგალითად ადამიანს აწუხებს გული. აი მე ახლა აგერ აქ მე ვეცდები რომ აი ეს მარცვალი დავდო აგერ ამ ფურცელზე რომ უკეთესად გამოჩნდეს და აი ეს არის ძახვილი, ანუ აგრეთ წოდებული რუსულად ვიტყვი კალინა კრასნაია, ძალიან საინტერესო ფორმა, გულის ფორმა და ვიცით რომ აგერ აქ არის მდებარეობს გულის პროექცია, მაშინ აქ შემიძლია გავაკეთო გულის ოპლიკაცია და ეს თუ ჩვენ ამას სტანდარტულად ხშირად გავიკეთებთ, გულის რაღაცა პრობლემები, რა თქმა უნდა. უბრალოდ ასე დადებით? კი, დადებით და რა თქმა უნდა საჭირო არის რომ მე ჩვენ ლეიკოპლასტირით დავამაგროთ ახლა ეს. მე ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მასაჟის სახით შეიძლება მკურნალობა. მასაჟი რომ არ გავაკეთოთ, შეგვიძლია ამ ადგილას მაგალითად ნებისმიერი ხორბალი, ანუ მე ამ შემთხვევაში ციციბურა გამოვიყენე, აგერ აქ და გვაწუხებს ნაღლის ბუშტი. აგერ აქ შეგვიძლია ნაღლის ბუშტის პროექციაზე ლეიკოპლასტირით დავამაგროთ ეს. და რამდენი ხანი უნდა იყოს 1 დღე. 1 დღე მაინც, დიახ. 1 დღე მაინც და მე თუ ეს პრობლემა არის ხანგრძლივი, ქრონიკული და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება უნდა გამეორდეს. ანუ ეხლა სისტემები როგორც მოგახსენეთ, არსებობს სხვადასხვა. საინტერესო რომ გიჭიროთ. ძალიან საინტერესო რგოლია ეს. რგოლი და აი ამ რგოლით სხვათა შორის შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემების მოხსნა. იმიტომ რომ მე მოგახსენეთ რომ ჩვენი მტევაზე არის განლაგებული სხვადასხვა სისტემები, მათ შორის არის ესეთი სისტემა, როგორც არის მწერი სისტემა, როდესაც ყველა თითი წარმოადგენს ადამიანის მთლიან სხეულს. და თუ ჩვენ ავიღებთ ახლა აი ამ ესეთ რგოლს, აგერ ამ თიძზე, მაგალითად, ნებისმიერ თიძზე
და გვაწუხებს ახლა მაგალითად ხერხემალი. ხო, ხერხემალი მდებარეობს უკან. აღარა მაქვს დრო რომ ავხსნა აქ როგორ არის განლაგებული ორგანოები. საჩვენებელ თითზეა ხერხემალი? არა, საჩვენებელ თითზე არა, ნებისმიერ თითზე ცერათითის გარდა. ესე იგი 1 2 3 4 და მეორე ფეხზე. და აი დავიწყე ესე იგი აი ესეთი მასაჟის სახით მოქმედება, ხომ? მაშინ აუცილებლად მისი პრობლემატიკა, რომელიც არის დაკავშირებული ხერხემალთან შემსუბუქება. თუ აწუხებს მაგალითად მუცლის ღრუ. აი ესეთი რგოლი სად შეგვიძლია ვიშოვოთ? თუ ვერ ვიშოვით. ესეთ აქ თბილისში არ ვიცი სად, მაგრამ მე თქვენ გაჩვენებთ ერთხელს. იმიტომ რომ ყველაფერი მკრივად, იმიტომ რომ ყველაფერი მკრივად იგია. აი შეხედეთ ახლა ესეთნაირად, ხომ? ესე იგი, თუ თქვენ აღმოვაჩინეთ, რომ თქვენ რაღაცა აი ეს პროცედურა რამდენ ხანს უნდა ჩაიტაროს ადამიანს? არაფერი, ნუ დღეში რამოდენიმეჯერ 3 ჯერ, 4 ჯერ, 2 წუთი. მაშინ როდესაც კონკრეტულად მწვავე გვაწუხებს პრობლემა, თუ პროფილაქტიკისთვის? პროფილაქტიკისთვისაც შეგიძლიათ. აი მაგალითად თავის ტკივილის დროს, ხომ? თავი თუ ეს არის, უბრალოდ ჩამოაცვათ და დაამასაჟოთ მთელი თავი, დიფუზური ტკივილის დროს. თუ თქვენ ესე იგი ადგილობრივი ლოკალური ტკივილები გაქვთ, შეგიძლიათ დაამასაჟოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ეს სერიოზული პრობლემაა, უკეთესია რომ მიმართოთ ექიმს. და ნემსით იქნებ ვცადოთ, მართლა მტკივნეულია თუ არა, უბრალოდ რომ ვიცოდეთ და სისხლი მოგდის ამ დროს? იცით რა არის? საერთოდ სისხლის წამოსვლა უშუალოდ წერტილიდან დაავადების დროს ითვლება პოზიტიურ ეფექტად. აჰა. და ეს ნემსები ერთჯერადია თუ როგორია? ნემსები არის ერთჯერადი, არის სტერილური, მე ახლა ეს ამოვიღე. ჩემთან წესი არის რომ ყველა პაციენტს უნდა ქონდეს საკუთარი ნემსები. აი ეს ნემსები დააქვს სახში. ნუ გეშინიათ, თუ შეიძლება. თქვენ ძალიან ყოჩაღი გოგონდები. აი შეხედეთ, ნუ მაგალითად ძალიან ლამაზი და კარგი გოგონაა, მაგრამ რომ არ ვატკინო და ასე შემდეგ, ნუ ცოტა წელის პრობლემაა. აი აქ მდებარეობს ჩვენი წელი. ჩვენ შეგვიძლია ძალიან ზუსტად შევიდეთ, რომელ მალა აწუხებს. თქვათ, რომელ მალთა შორის არის პრობლემა. მეოთხე, მეხუთე, მესამე, მეოთხე, ახლა მეოთხე, მეხუთე მალას შორის აგერ აქ მე დავაყენებ ამ ნევს. ქეთიკტკივა? არა. არა. და აი ესეთნაირად ჩვენ ამ ნემსებით შეგვიძლია განკურნოთ. აი შეხედეთ. არა, არასასიამოვნო პროცესის საწყის ეტაპზე მაინც არის, მაგრამ მაინც აღვევიტყუროთ კი უმაგრე. მაგრამ ფეთირაშია საქმე, ძალიან პროცედურა გავაგრძელოთ, ქეთი განკურნოთ ბოლომდე, თუ მას რამე პრობლემა აქვს, თუმცა მე ძალიან ეჭვმეპარება. აი შეხედეთ. მარტივია ძალიან. თუმცა წერტილების ცოდნა მაინც აუცილებელია. რა თქმა უნდა. იცით რა შეასაქმე, თუ პირველადი დახმარების გაწევა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მაგრამ პირველად დახმარების შემდეგ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. გამიგეთ? ამიტომ თუ უბრალოდ და მარტივი პრობლემატიკაა, შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ ამ მეთოდით. ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება კიდევ შეხვედრები, მაგრამ თუ ეს უკვე ცოტა სერიოზული პრობლემა, უნდა მიმართოთ სპეციალისტს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზაურდით ჩვენთან სტუდიაში, ჩაგვიტარეთ ესეთი პატარა ექსპერიმენტი, განგვიკურნეთ ქეთი, რომელსაც პრობლემა არ ქონდა, მაგრამ მე კი უნდა დავემშვიდობა მაყურებელს, ქეთიც ბუნებრივია, ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ ისევ საინტერესო თემებით. კარგად.